საღამომშვიდობისა თქვენ უყურებთ დისკუსიას აქტუალურ თემაზე. მე მაკა ცინცაძე ვარ. ციხიდან წერილები, ბრალდებები და დირექტივები არ წყდება. პატიმარი სააკაშვილი ყოფილ თანაგუნდელებს, ძველ პოლიტიკურ ცოდვებს ახსენებს და მისი და ოპოზიციის ამჟამინდელ მდგომარეობას აბრალებს. ყველა საკუთარი თავის გარდა. ოპოზიციური ალიანსის საჩვენებელი ერთობა ურთიერთ დაპირისპირების შეურაცხყოფისა და დაფინანსებისა და პოლიტიკური ანგარიშწორების მოედანია. ყოფილი თანაგუნდელები არარსებულ ძალაუფლებას ვერ იყოფენ და ერთმანეთის მხილებაზე გადადიან. ნაციონალურ მოძრაობას სააკაშვილი არ ეთმობა. ყოფილი ნაციონალები კი უარყოფენ ბრალდებას, რომლის მიხედვითაც ისინი სააკაშვილის პარტიის ამომრჩევლებზე ნადირობდნენ. ვიდრე პატიმარი ექს-პრეზიდენტი მღვრიე წყლის დაწმენდას ელოდება, ოპოზიციურ ალიანსში არსებულმა დაძაბულობამ მათი ერთობა კიდევ უფრო დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. ეს ის ოპოზიცია, რომელთა დიდი ნაწილი საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს სანქცირებას ითხოვდა, მათ შორის ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერებასაც. ორ დღეში ბრიუსელში გაიმართება ვიზა ლიბერალიზაციის საკითხზე ევროკომისიასა და საქართველოს წარმომადგენლებს შორის დიალოგის პირველი შეხვედრა. ეს იქნება კიდევ ერთი თემა, რაზეც სტუმრებთან ვისაუბრებთ. სტუდიაში იმყოფებიან ფილოსოფოსი ოთარ ჭულუხაძე, ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ამირან სალუქვაძე და პოლიტიკოსი ცოტნე კობერიძე. ბატონებო, მოგესალმებით და ძალიან დიდი მადლობა დღეს სტუდიაში სტუმრობისთვის. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. ბატონო ამირან, თქვენგან დავიწყებ იმ მდგომარეობის გათვალისწინებით, რასაც ვუყურებთ ოპოზიციაში, რა ვითარებაც არის, ის განცხადებები, რაც გვესმის მთელი ამ ხნის განმავლობაში, რა დასკვნა გამოგაქვთ საინტერესოა, რას ნიშნავს ოპოზიციის ერთობა. ერთ საარჩევნო სიას, კოალიციას თუ მხოლოდ კონკრეტულ საკითხებთან მიმართებაში თანამშრომლობას. მოგესალმებით, მადლობთ მოწვევისთვის. სავალალო მდგომარეობა არის ჩვენ ერთამდე მოვასწარეთ გასაუბრება ერთმანეთთან და რამდენი წელია? 14 წელია ერთი და იგივე ხალხს იმაზე აღარ საუბრობ, რომ ბევრი საერთოდ საქართველოს დამოუკიდებლობის დღიდანა პოლიტიკაში თავს უწოდებენ პოლიტიკოსებს, ერთ-ერთხელ ვერ მოვიდნენ ხელისუფლებაში, მაინც პარტიების პირველი პირები არიან, სხვათა შორის ესეც აბსურდია ქართული, როცა არჩევნებს აგებ რაღაც ელემენტარული თემაში და განახლებების და ამას შევეხები ქვემოთ. მაგრამ ახლა ამჟამინდელ ოპოზიციაზე ვსაუბრობ, რომლებიც აქტიურ პოლიტიკაში არიან. 14 წელია ერთი და იგივე პარტიები, ძირითადში ერთი და იგივე ლიდერები, მცირეოდენი განახლებებით, ახალი ხალხი შემოდიან იგივე ნაცმოძრაობაში, მაგრამ ისევ აი ამ წარსულის ჭაობში ისვრებიან და აქედან გამომდინარე მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის ისინი არიან ერთი და იგივე. რაც შეეხება ამ გაერთიანებას. ესაც არ დამთავრდა ყოველი არჩევნების წინ. ხან პანჩატურში იკრიბებიან, შეკრებენ იქ პანჩატურში, გაანაცებენ ყველას, ასე ვთქვათ, ვინც იძახის იმათაც კი, რომლებიც ნაცები არ ვართო, ანუ ერთ რაღაც იმას გაერთიანებას ქმნიან, გადიან არჩევნებზე, არჩევნებს აგებენ, შემდეგ იშლებიან. მერე ლელოში გადაინაცვლეს პანჩატურის შემდეგ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აი ამას უყურებთ ჩვენ დაახლოებით დაიწყო ალბათ და როცა ნაცმოძრაობა დაიშალა პირველად 2016-ში, მას შემდეგ უყურებთ ამ შეკრება დაშლა არ მოშლას ყოველ ჯერზე. პარტიები, რომლებიც ვთქვათ, ერთ პოლიტიკურ მსოფლმხედველობას იზიარებენ, ცხადია რომ ერთ სივრცეში უნდა იყვნენ, ისინი რომლებიც არ იზიარებენ, ვერ გაერთიანდებიან. ეს არის ბუნებრივი, ხო? თუმცა რა პროცესს უყურებთ? ანუ რატო ხარჯავენ მაშინ ასეთ პირობებში? ჩნდება ბუნებრივია ლოგიკურად, ხომ შეკითხვა, რატომ ხარჯავენ ერთმანეთის დროს, ენერგიას, რესურსს, მათ შორის ფინანსურს და ასე შემდეგ. არა, ჩვენს ენერგიას ხარჯავენ და ჩვენს ნერვებს, საზოგადოების. თორემ თვითონ არიან რაღაც პოლიტიკურ საშუალებაზე. წინვალეთ იციან, არჩევნებს ვერ მოიგებენ. წინვალეთ იციან, ჩვენზე კარგად იციან, ვინც გვერდიდან ვაფასებთ მათ. თვითონ იციან უკეთ. აქვს პოლიტიკურ საშუალებაზე არიან. იმიტომ რომ ამით სუნთქავენ, ეხლა ვიცი ადამიანები ცხოვრებაში თანამდებობაზე არ ყოფილან, არიან პოლიტიკაში და აი პოლიტიკოსობენ. ნუ რაღაცა წადი ისა რა ქვია, ორ ადამიანს უხელმძღვანელეს ადმე ან კერძო სტრუქტურაში და ან სახელმწიფოში. სტუდენტის მერხიდან პირდაპირ მიდიან პოლიტიკაში. კი არ არის დასაძრახი, მაგრამ უბრალოდ არ შეიძლება ადამიანები აი ქრონიკულად მუდმივად იყვნენ ოპოზიციაში და ახლა თვითონ ხელისუფლება ლაპარაკობს დღეს უკვე ხო ვისმენთ პრემიერ-მინისტრისგან, რომ მათთვის ერთი მხრივ ყველაზე კომფორტული ოპოზიცია, მაგრამ სურთ გაჯანსაღება ოპოზიციის და ეს არის პრინციპში პასუხისგებლიანი პოზიცია. თორე რეალურად
აი ნებისმიერი ხელისუფლებისთვის და კონკრეტულად დღეს ქართული ოცნებისთვის ყველაზე კომფორტული ოპოზიცია. რამდენიც არ უნდა არყიონ ქვეყანას, ხო? ქვეყანა. ხო ხედავთ ამას თელ კასკადს საზიანო ქმედებების როგორც ქვეყნის გარეთ, ისე ქვეყნის შიგნით. ახლა აი ვინმემ დაიჯერა საქართველოში, რომ წლების და წლების განმავლობაში განსაკუთრებით ახლა ბოლო წლებში ამ ომის ფონზე ევროპის კულუარებში დარბოდნენ და საქართველოსთვის ან კანდიდატის სტატუსს ან ევროინტეგრაციის დაჩქარებას წვალობდნენ. ხო ვიცით რომ საპირისპირო იყო. ეს ხო ვიცით ყველაფერი. ხო? და დღეს ახლა აქვთ იმის მოლოდინი ახლა ბოლოის დარჩა ევრობიუროკრატიასაც ახლა თუ ამანაბიჯსაც გადადგამენ ესეც ხომ არ უშველით მე რაღაც იზამენ ახლა დარჩა რაც ახსენე ანონსში კანდიდატის უпроსორად უვიზო მიმოსვლის შეჩერება ყველაფერი კეთდება იმისთვის რომ როგორმე ამათ რაღაც ელექტროშოკით ჩაუტარო რეანიმაციამდე ხო დავასრულებ ძალიან მოკლედ თო გადამიყვანეს სხვა რაც რა არის მთავარი პრობლემა არ შეიძლება პარტიები აი მუდმივად აი ამ რეჟიმში იყვნენ გავერთიანდეთ ერთად დავდგეთ და ასე შემდეგ თუ ერთნი ხართ თუ ერთი ღირებულებები გაქვთ თუ ერთი სცენარი გაქვთ, ერთი პატრონი გაქვთ, ერთი ფინანსური წყარო გაქვთ, მაშინ დაირქვით ერთი სახელი. და თუ ხართ სხვა პარტიები, სხვა იდეოლოგია გაქვთ, აი ქვია პარტიას ფედერალისტები. ესე იგი რაღაცა სხვა მოწყობაზეა ლაპარაკი, სხვა იდეოლოგიაზეა. და მიდიხარ იქ სხვა ამბავია. რისთვის მიდიხარ, რომ 2028 წლის არჩევნებისთვის იწყებენ ახლა დღეს მზადებას? და წესით პარტიულ სტრუქტურებს და თავის ინფრასტრუქტურას უნდა ავითარებდნენ წესით და გაერთიანებას კი არავინ უშლის კაცო წინა საარჩევნო დაგერ სომხეთში გაერთიანდა ხო სამი ბლოკი თუ ორი ბლოკი შეიქმნა და ერთი პარტია გავიდა დამოუკიდებლად. ნუ ბევრი იყო 18 პარასუბიექტი იყო, მაგრამ ვინც ახლოს მივიდა და გადალახა ბარიერები, იმაზე ვსაუბრობ. და იქაც იგივე პრობლემაა, ინატრეს სომხური წყლის გადასხმა და მაინც და მაინც გამარჯვებულის წყალზე აქვს პრობლემა და იქაც იგივე ხდება. რა აქვს მნიშვნელობა, იქ პრორუსულად განწყობილები არიან თუ ვინც არიან. იქაც არის იგივე, მოსახლეობა არ იღებს წარსულს. უკვე მე რამდენი არჩევნებია. და ვერ იგებს იქ ოპოზიცია რომ ის ხალხი რომლებიც უკვე იყვნენ ხელისუფლებაში მათ მიმართ არის უარყოფითი განწყობა საზოგადოებაში კი რაღაც ხმებს იღებენ როგორც ჩვენთან მაგრამ ვერ იგებენ არჩევნებს შემდეგ არჩევნებსაც წააგებენ ისევ ნიკოლ ფაშინიანთან თუ არაფერი შეიცვლება ჩვენთანაც 2028 წელს ეს ოპოზიცია 100% წააგებს არჩევნებს იმიტომ რომ ამ ოპოზიცია თლიანობაში ახლა რიანს დაირქმევენ თუ ცხრიანს მაგას არ აქვს მნიშვნელობა არ იღებს საზოგადოება ვერ მიიღებენ 50%-ზე მეს და მაგდენსაც ვერ მიიღებენ რაც მიიღეს წინა არჩევნებზე 61 მანდატზე თქვეს უარი აი ეს არის და ვის რატო და ვინ დაზიან და ახლა ამბობენ შეცდომა იყო არ მინდა ბევრი ვისაუბრო კოლეგებს დრო არ წავართვა მაგრამ აი ეს არის პრობლემა რომ შევაჯამო იდეოლოგიურად არ არიან ჩამოყალიბებული ვინ არიან მოუნდებათ 17 მაისს ლანძღავენ ეკლესიას ლანძღავენ რა ვიცი ყველაფერს ლანძღავენ ქართულს მერე უცებ გადმოხტებიან და ჩვენ ვართ ქრისტიანულ იდეოლოგიაზე და რაღაც დაფუძნებული პარტია ნაცმოძრაობა ამბობს ამას ხო და მე რო ამომრჩეველი ვარ ახლა რა გავიგო ვინ ახარ ცენტრი ხარ მარსნი ხარ მარჯვნივ ხარ ლიბერალი ხარ სოციალისტი ხარ ყველაფერი არიან ხან ფასებს დაძდევენ ხან ლიბერალები არიან ხან საბაზრო ეკონომიკაზე ლაპარაკობენ, ხან სოციალისტები არიან. აი ეს არის სრული გოგლი-მოგლია, სრული აჯაფსანდალია, ისიც მიყვარს და ისიც რაც კი მინდა შედარება და სრული ჩამოუყალიბებლობა. იდეოლოგიის არ ქონა, არა ღერძზე არა ლაპარაკი, რომ აი პოლიტიკოსი რო ხარ და პარტია რო ხარ, რაღაც შენი უნდა გაგაჩნდეს, ვინ ახარ. ხო და სანამ ამას არ დაიწყებენ და ახლებზე ახალი ვისაც აქვს სურვილი რომ შემოვიდეს, ნუ ექნებოდ იმის განცდა, რომ აი მოვალ და რევოლუციურად მოვიგებ. კი ბატონო, ღმერთმა ხელი მოგიმართოს, მაგრამ აი ესე ჩამოყალიბდით, ჯერ პარტიის მშენებლობა დაიწყე, ხალხს გააგებინე, ვინ ახარ, პოპულიზმი შეეშვი. გამიგეთ? აი ეს არის, აი ეს პრობლემებია.
ერთი არის ოთარ რასურს პოლიტიკოსებს და მეორე არის რასურს ამომრჩეველს. როგორ ხედავთ საინტერესო არის, რას ფიქრობთ, რას ითხოვს დღეს ქართველი ამომრჩეველი? ეს არის ოპოზიციის ერთიანობა თუ პირიქით ოპოზიციური მრავალფეროვნება? ქართული ამომრჩეველი ჩემი აზრით, როგორც ოპოზიციური მხრის, ისე დიდწილად ხელისუფლების მხარდაჭერებს აქვთ ერთი სურვილი, რომ რაღაცა ქართული პოლიტიკა იყოს რაღაც ერთი საერთო წესებით წარმართული. ანუ როგორც ოპოზიცია, ისე ხელისუფლება, ასე უხეშად ვთქვა, თამაშობდეს ერთი სპორტით. ანუ არ უნდა ხდებოდეს, რომ ვთქვათ, ოპოზიციის კონკრეტული ფლანგი, ოპოზიციის რაღაც ნაწილი თამაშობდეს სხვა თამაშს. ამ შემთხვევაში ეს თამაში უნდა იყოს, ვთქვათ, გარე გათვლები, ვთქვათ, რა სიტყვის ბრიუსელი, რევოლუცია, არჩევნების არაღიარება, საწინააღმდეგო აზრისთვის რუსეთუმესეს უკვე გაცვეთილი იარაღის მიკერება და მეორე მხარეს კი არის ასე ვთქვათ, სუვერენული ხედვა, რომ მოდი ჩვენ ვართ ქართველები, დავანებოთ თავი ამ რევოლუციონერობანას თამაშს, დავანებოთ თავი ამ დაბალ პოლიტიკურ კულტურას და რა თქმა უნდა ოპოზიციის ასე ვთქვათ დანიშნულება არის ის, რომ მან უნდა აკრიტიკოს ხელისუფლება. ეს ხო არის საზოგადოება და სახელმწიფო არის როგორც მთლიანობა და ამ მთლიანობას ყავს წარმართველი ძალა, რომელსაც ამ კონკრეტულ სისტემაში ელექტორალურ დემოკრატიაში ირჩევს ამომრჩეველთა უმრავლესობა, ხოლო ვინც არ აირჩია, მისი წარმომადგენლები უნდა აკრიტიკებდნენ. მაგრამ მოხდა ისე, რომ ჩვენთან დამკვიდრდა ეს მანკიერი ბოიკოტის კულტურა, რომელიც თუ ბოიკოტის უკულტურობა პირიქით შეიძლება დავარქვათ, რომელიც რატომღაც აი არაღიარების და ურთიერთ არაღიარების რაღაც დოგმაზე დგას ჩემი აზრით. და ეს ყველაფერი არის ის, რაც როგორც მე ვაკვირდები, მათ შორის ოპოზიციის ამორჩევლების მნიშვნელოვან ნაწილს არ მოწონს. ხადი არიან ისეთები, ვინც ემხრობიან ბოიკოტის ასე ვთქვათ გადაწყვეტილებას, თუმცა დროთა განმავლობაში ხვდებიან, რომ ეს იყო წამგებიანი, იმიტომ რომ პოლიტიკური ისე დიდი მაღალი პოლიტიკური ტრიბუნის არ გამოყენება, როგორც არის პარლამენტი, არის ერთგვარი პოლიტიკური ხარაკერი, შეიძლება ესე ვთქვათ. ანუ მოსახლეობის დაკვეთა არის შვიდობაზე, სიმშვიდეზე და განვითარებაზე და ვინც ამ სპორტს და სპორტის ასე ვთქვათ ამ პოლიტიკური სპორტის ამ პრინციპებს უკეთ მიყვება, ასე ვთქვათ ის იქნება არჩეული. ამ ხრივ არ არის ასე ვთქვათ შემთხვევითი, რომ ახლა მიმდინარეობს დებატების, ხშირად არის დებატები სხვადასხვა არხებზე და ეს არის ამის გამოხატულება, რომ ეს საზოგადოების დაკვეთაა, ხო, ხელისუფლება, იმიტომაც არის ხელისუფლება, რომ საზოგადოების ასე ვთქვათ სიღრმეებიდან ამოსულ იმპულსებს პასუხობს და ამ დაკვეთას, ასე ვთქვათ, საზოგადოების დაკვეთას ახორციელებს და ერთ-ერთი დაკვეთა იყო, რომ აღარ გვინდა ეს რევოლუციობანა და მოდით გადავინაცვლოთ მაგიდასთან. არის ბევრი პრობლემა საქართველოში, იქნება ეს ეკონომიკის განათლების თუ სხვა მხრივ და ამაზე არის საუბარი საჭირო. და ეს არ შეიძლება ეს იყოს ამის საპასუხოდ არ შეიძლება იყოს აი ეს მართლა ყავლგასული, რომ 2011 წლიდან გვესმის, როცა ბიძინა ივანიშვილი შემოვიდა პოლიტიკაში, აი რუსეთი, რუსეთმა, რუსეთს, რუსეთი, რუსეთმა, რუსეთს. ანუ ეს მანტრა, ანუ ეს რაღაცა მომაჯადოებელი მანტრისგან უნდა გათავისუფლდეს ჩემი აზრით საზოგადოება და მათ შორის ოპოზიციონერები, რომელთაც აქვთ რაღაც შანსი ხო, რომ აი თუნდაც პარლამენტში შევიდნენ თავიდან მცირე პროცენტებით, მე სამომავლოდ მეტი პროცენტით და ეს არის რაღაცა, ეს არის ის ასე ვთქვათ, რაღაც სუვერენული დემოკრატიული პოლიტიკა, რომლის დაკვეთას ჩემი აზრით ამდენადაც მე ვხედავ, დიდწილად არის ამაზე არის დიდწილად კონსენსუსი მოსახლეობის ფართო ფენებში. კი ბატონო. ცოტნე როგორ ფიქრობთ, რა არის მთავარი მიზეზი, რის გამოც წარსულში ოპოზიციური გაერთიანებები იშლებოდა, არაერთი გვინახავს შექმნილი, შემდეგ დაშლილი, განსაკუთრებით კარგად ახსოვს, დარწმუნებული ვარ მათ და თქვენც თავისთავად ვისაც პოლიტიკური მეხსიერება არ ღალატობს. რა არის ამის მიზეზი? თქვენ როგორც ოპოზიციონერი პოლიტიკოსი შიგნიდან რა პროცესს უყურებთ? ზოგადად რაიმე ტიპის გაერთიანება სულ ამართლებს სტატუს-კვოს ცვლილების არგუმენტით, რომ ეხლა ყველაფერს თვალნა დავხვიჭოთ, რომ სტატუს-კვო შეიცვალოს და როცა ეს სტატუს-კვო არ იცვლება, მე რატო ვართ ერთად, არანაირი არგუმენტი არ არსებობს. იდეოლოგიური ესეთი გაყოფებით გირჩი იყო რაღაც ეგეთი პროექტი, რომელსაც კაფეო თავის იდეოლოგიური ხაზი ჰქონდა, ისე ძალიან იშვიათია ხოლმე და ყველა იცავს ამ იდეოლოგიას, მათ შორის ხელისუფლებაც ის ბევრად მემარცხენე იდეით იყო, როცა მოვიდა, დღეს ბევრად უფრო კონსერვატიულია, ვიდრე ის აქამდე ყოფილა და ოპოზიციაში განსაკუთრებით, ამიტომ თუ ოპოზიციაში რაიმე გაერთიანება კეთდება,
ხოლმე სულ მოქალაქეს პირდები, რომ ეხლა ამათ ჩვენ იმიტომ ვაკეთეთ, ხალხი რომელიც ერთმანეთს ვაგინევდით, ვანწყავდით, არ მოგწონდით ზოგს ეკლესია უყვარზეთ ნაკლებად, სხვა ხედვები გვაქვს, ეხლა მხოლოდ ვერთიანდებით იმიტომ, რომ რაღაცა შევცვალოთ status quo. და მეც მათ შორის როცა გაერთიანებაში ვიყავი, ჩემთვის ის იყო, ჩემს არგუმენტს ეგ იყო, რომ status quo-ს ცვლილება მინდა და შევეშვი პოლიტიკასაც ვაკეთებ. და შევდივართ all-in-ს, ანუ მუდმივი. მიზეზი რა იყო, რის გამოც იშლებოდა? არა, ის რომ მე ის შედეგი არ დგება, ხერხდება all-in-ი, ანუ ყველაფერს შედიხარ, ეს არის გემბლერული დამოკიდებულება, რომ მოიგო მაქსიმუმი და ამის ძალიან დიდი რისკია და დისკრის ასხავს დაბალი ალბათობა, რაც მოიგებ, როცა მე ეს ვერ იგებ, მე დგება ეგეთი კრიზისი და ამ კრიზისის დროს გადარჩე და მოუკვდებათ უფრო მარტივად, უფრო მეტად მოქნილი ხარ, ვიდრე რაღაცა რაც თლიანი დამარცხებულა, მე ისე შლახდება ხოლმე. თუ არის განცდა რომ არჩევნები იქნება, რაღაცები იკვრება, თუ არის განცდა რომ არჩევნები არ იქნება, რაღაცები იშლება. თუ იყო განცდა რომ შეიძლება ადამიანდელი არჩევნები ჩაინიშნოს, მაგის გამო კეთდება ყველანაირი ტიპის კოალიცია, თუ რაც არ უნდა იყოს, კეთდება და მაგისთვის. ჩემი აზრით. შეცდომების გააზრება რამდენად ხდება ცოტა იმის გათვალისწინებით, რომ მაგალითად ბოლო პერიოდში უკვე აღიარეს, რომ მანდატებზე უარის თქმა იყო თავისთავად შეცდომა თავის დროზე. ქარჩინ არ ვიცი, ვინ აღიარა, მე ეგეთ ბევრს არ ვიცნობ, ვინც ეგეთ რამე აღიარა. აღიარებები ხდება ხოლმე კამერის უკან არასაჯაროდ. საჯაროდ ამის აღიარებები ხოლმე იშვიათად ხდება. იშვიათი შემთხვევა არის ესეთი. ყოველ შემთხვევაში ეგ ციკლი არ სწავლდება და დიდი აზრით არა. კოციოცის მერე შესული ოპოზიცია მახსოვს, ხო და მე არ მქონდა წარმოდები, იგივე შევა მოხდარიყო, მაგრამ მოხდა. უბრალოდ ჯამში როცა არ გაქვს შენი კაფე იდეოლოგიური ხაზი, რომლის გამოც მოქალაქე მზად არის, რომ ჩემი ეს ერთი ხმა თუ მაინც სხვებისგან განსხვავებით, ჩემი ამ იდეისთვის დაიცავ, ერთი კაცი მეყოლება, ხო, კაი პარლამენტში ორი მეყოლება, უკეთესი სამი, კიდევ უკეთესი ასე შემდგომ. ეს ხედვა არსებობს. მაგრამ როცა ესეთ იდეოლოგიურს აღარ არსებობს, შენ გაქვს მოთხოვნა, რომ რატო გაუნამიდოდეს პოლიტიკოსს, თუ რაიმე განსახმავებული ხედვის გამო არ მინდა, იმიტომ რომ შეცვალოს status quo და სულ რომ აჯამსანდალი იყოს, მოდი იყოს, ერთად იყოს და ეს ქნას და როცა ეს არ ხდება, სხვა იდეოლოგიური ხაზი აქ არ არსებობს. ეს პრობლემას დადგას. დღეს რაც ხდება, იმ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებიც დღეს ცდილობენ გაერთიანებას, რა ხელისუფლების მიუღებლობის გარდა რა საერთო ღირებულებები აერთიანებთ და რა ხდება დღეს? მე ამ ნაწილში ჩემთვის საერთოდ კომიკურია საუბარი, იმიტომ რომ მე მათ შორის მე ყოფილვარ, როცა ნაწილი ყოფილვარ კრიტიკის დროს, ამასთან შე როგორ ხარ, იმასთან შე როგორ ხარ და გაულანძღი ვარ და ვისაც ულანძღი ვარ, ის ადამიანი ხარ მათთან ერთად. ხალხი რომელიც ერთმანეთს გაყიდულს ეძახდა, მე მაგალითად გილაურის გავლით რო თქვა რაღაც ბიზნეს პროექტი და გაყიდული, გირჩი რომ შეიქმნა ეგეთ რაღაც ბიზნეს და ეს დაუძახებია ჩემთვის მართლ მან ყველაზე ძლიერ ოპოზიციურ პარტიას მათ შორის და სხვებზე ხა მე ნაკლად მომიაზრები, იმიტომ რომ არ ვთვლიდნენ იმ პარტიის აგერთეს ლიდერად. მაგრამ ერთმანეთთვისაც აგეთ რაღაცები ნაძახები, ხო? მიყიდული ბიზნესზე ისეთი ბრალდება არ არის, საჩვეულებრივი ბრალდება. ეს ნიშნავს, რომ ისაც ებრძვი იმაზე მოსყიდულთან ერთად თუ ებრძვი, მაგრამ ბიზნესთან ერთად იბრძოლი არ ჯობია ის ორიგინალი თავისთავად მაინც არის, ვიდრე მასზე მოსყიდულთან ერთად. ესეთ ბრალდებებზე მე ის საუბარი, იცი რა, ეს უბრალოდ ვიზე რას ვიტყვი თავარი ამიზანი. შეიძლება ერთხელ ორჯერ, მაგრამ მოქალაქე ზურგის ტვინით შეიძლება აღარ გისმეს ეზარები, მაგრამ ზურგის ტვინით მაინც ხდებია ხომ, რომ რაღაცა გურწფელი мотиваცია არ არის. ერთ-ერთი мотиваცია რაც შეიძლება იყოს გაერთიანებით, ის კიდევ ამობ, ეს არის მოსალოდნელი არჩევნები. ეს ახლა უახლოეს პერიოდში ჩემი აზრით არ იგრძნობა, ვადამდელი არჩევნები არ იქნება. წინ არის გასაძლები 2 წელი, რაც იშვიათად არის ქართულ პოლიტიკაში, რომ აქამდე პრეზიდენტს როცა ვირჩევდით ხოლმე, კიდე იყო ხოლმე არჩევნების ერთი ციკლი, რაც რესურსების მობილიზაციაში გეხმარება, პოლიტიკური სათქმელი გავხდეთ და საწარმოებს. ეს რომ ამოვარდაში, თუ არ არსებობს შენ პარლამენტში ან სადმე ინსტიტუციაში, რჩები ჩაულებრივ გარეთ, პარტიული ხარ თუ პარტია დიდი განსხვავება აღარ არსებობს და ამ დროის განმავლობაში რაღაცა უნდა მოფიქრდეს. სულ ასე ხომ გაზაფხულზე ჩაინიშნება არჩევნები, შემოვიდა ჩაინიშნება. ეხლა ეს შემეც მოხდა იმ პოლიტიკურმა ფიგურამ, რომელმაც იგრძნო ყველაზე მეტად, რომ რაც არ უნდა მოხდეს, მაინც პოტენციალი აქვს რაღაცა ხმები აიღოს. ეს არის მიხეილ სააკაშვილი, ამიტომ ჩემი აზრით დაიწყო თავისი ჩემი ოქრო, ჩემთა პრინციპით მუშაობა და დარტყმა. მეორე ასევე პოტენციალს ვისაც გნობს ჩემს, ეს არის მელია, რომელიც გრძნობს, რომ მას აქ ის დამოუკიდებელი ძალა, რა თქვა, ბარიერის პრობლემა არ ქონდეს და რასაც ისიც ცდილობს. ამიტომ ამ ალიანსში ეს არის ჩემი აზრით ორი მთავარი ფიგურა, რომელსაც ელექტორალური წონა აქვს, ან პოტენციალში იქნება და ამიტომ მათ შორის მიდის ეხლა ამ რაღაცის გარკვევა, რითვისაც ყველაზე კაი დრო ალბათ თუ იქნებოდა, როდესმე ყველაზე კარგი დრო საუბრობენ ეხლა ამაზე და რამე გაერკვა უფრო. ჩემთვის მაინც ცოტა უცნაური, იმიტომ რომ 2028 წლის არჩევნებზეც ვის დაუშვებს ქართულებს ხდება და ვის არა. და ამ შემთხვევაში უკვე არჩევნების ეგეც არის პოლიტიკური კრიზისის ნაწილი. ხო, რევოლუცია იმხელად რაღაც დაიდო თამაზე ეს გემბლერობა ყველა დარტყი და დიდ რაღაცა შედიხარ. ბევრად უფრო სწორ ხაზოვნად გურწფელი გამოიყურება თქვათ ხაბეიშვილის გზა რაც მან გააკეთა 4-4-ზე და თუ აქამდე შევდივართ ვიძახით რუსული რეჟიმი მაგ ტერი მართოს ტერს უნდა რავი ებრძოლო და შეასკდე და არც ეგ და არც არჩევნები
არჩევნებიც არ მოსულა და ეგეც რუსული სპეცოპერაცია, ორივე თემა 4-ში მოკვდა. არჩევნებზეც მოქალაქეები ვერ დარწმუნდნენ, რომ მეინსტრიმ ოპოზიცია არჩევნებზე გადის და არ მიიღო ეს და არ მივიდა და არც საღამოს ის რევოლუცია არ დადგა. ორივე ცვლადი ცვლილების გაუქმდა. ამიტომ ეხლა ოპოზიციაში დაბრუნდეს არსი, რატო არსებობთ? ეგ არის უკვე ძალიან რთული, იმიტომ რომ ოპოზიციაში საკუთარ არსს ამართებ, როცა ხვდები რომ მაინც ამ ხელისუფლებას რაღაცად მაინც აღიარებთ, ამიტომ მე მისი შემაკავებელი ვარ. თუ ცნობ რომ არა აქ რეჟიმია, რეჟიმის უბრალოდ შემაკავებელი ესე ოპოზიცია ვარსო აღარ არის, უნდა იყო ბრძოლაში. და რევოლუციასაც თუ თქვი რომ ვეღარ ახდენ და არ ახდენ და არჩევნებზეც რომ არჩევნებზე გასვლა მოღალატეობა თქვა და რაც იდრლელო შეირაცხა. მაშინ რა გზა დარჩა? ეს გზა თან არ დაბრუნდება ამის თქმის უფლებაც კი. მანამდე იქნება ეს გაურკვევლობა და ამ ყველაფერთან ახლავს დობა გინა მოქალაქეებს. ეს დობა როცა გაქვს მე მანქანა რა გზით წავა დიდი მნიშვნელობა არ აქვს. თავარი ეს დობა გქონდეს და ეს დობა რო არ გაქვს არც არჩევნებს არ უყურებ როგორც თლიანად შეცვალო, ხელისუფლება აყირავო და არც ნუ რევოლუციას კიდევ უფრო მეტი ოპერატიულობა ჭირდება. ის განწერა თვითონ რევოლუცია უფრო მარტივია ვიდრე არჩევნებით მოიგო. აბსურდია. ბევრად კიდევ უფრო რთულია. ამიტომ მე გარიგზნობა და იმის იქით რაიმე იდეოლოგია რო გქონდეს, შენ კომფორტულად იქნები რომ ჩემ მაგალითად წინაზე 2% გქონდა ახლა 6 მაქვს, სამჯერ გავიზარდე ჩემ მოქალაქეს კიდევ უფრო მეტ ჩანს მიცემ, მაგრამ მეტი თავისუფლება მიცე, თქვა თუ ლიბერტარიანელი ვარ. მაგრამ ეგეთ რაღაცები ვარ არსებობს და დათქმული გაქვს რომ მე როგორც ოპოზიცია, ჩემ კაპიკია ჩემი ფასი, თუ მე დღეს ვიძინას ავცვლი და თუ დღეს ვიძინას ვერცლ და ვერ აყერებ, მაშინ მოქალაქისთვის შენ ჩაულებრივი მოლაპარაკე თავი ხარ, რომელიც აღარ აინტერესებს. დარწმუნდა ოპოზიცია ცოტნე იმაში, რომ ამ მომრჩეველს ამ შემთხვევაში მისი ინტერესი ფაქტობრივად არ აქვს. ნუ ჩემი აზრით ის ვინც 4-ში არ ეჯაჯგურებოდა იმას მოხერხილ გალავანს კიდე კაი თუ მოხერხელთან ძიძგილაობა კიდე უფრო პრობლემატური ხარ ვიდრე რომ კაი ხოცემა აქეთ იმას ნის ეგ კიდე თუ მაგაზე წამსვლელი არ იყავი და არ ხარ მაშინ ეს იდეა შენს თავში პოტენციალში უნდა მოკლა ხო და სხვა ადამიანები არ უნდა შეიყვანო მაშინ შენ ამ რიტორიკა ქონდეს რევოლუციონერი მაგრამ საქმის დონეზე არაფერს არ აკეთებ და ეს შემთხვევაში შენ უბრალოდ დროს წელა და ეს დრო იწელება სადამდე თუ არჩევნებსაც არ აღიარებ ვეღარ 20-28-ის არჩევნებზე ხო არსებული ოპოზიციური მეინსტრიმი ვერ გავა იმიტომ რომ მაშინ წინასწარ შემთხვევაში რა შეიცვალა კიდე გავარესებული სიტუაცია არსებობს ემიგრანტებისთვის ხმის მიცემის უფლება წართული კიდე უფრო რთულიაში გაამართლა ამ არჩევნებზე შესვლა თუ წინა დაიბოიკოტე თუ წინაში არანაირი პრობლემას არ ქედა მე რატომაც გადადგვის ნაბიჯი და გაურისკე დავიც მარტო წამოდი იყო რომ პირველ რიგში მოვიხადე ბოდიში იმ დღეს როცა გამარჯვება მილოცვაზე ტაშ და დაკვრაში მე ვთქვი რომ მე მაგ განსხვავებით ვთქვი და ძალიან კარგად ვიცი ამ ქვეყანაში არჩევნები როგორ წავდება ძალიან კარგად ვიცი სალომონ ზურაბაშვილის მეორე ტური რა იყო ძალიან კარგად ვიცი ყველა ამ ქვეყანაში არჩევნები როგორ კეთდება ადმინისტრაციული რესურსი და ყველაფერი და ამის ფონზე მქონდა მე ის წმენა რომ და ეხლაც მაქვს რომ არსებობს შანსი რომ ამ ქვეყანაში ქონდეს იმხელა ტიპის უპირატესობა რომ ეგ მაგად გადატეხო და მოიგო და ეგ არის ის მოგება როგორც ამ ქვეყანაში იგება არჩევნები და ეგ არ დამდგარა მოქალაქეს დავპირდი მე ეგეთი ტიპის უპირატესობა ქონოდა მილიონზე მეტი ადამიანი რომ მოვიდოდა დავიდრე წინ არჩევნებზე ეგ დამატებითი მოსვლელი უნდა ყოფილიყო ოპოზიციური და აღმოაჩინე რომ მეტი ადამიანი ვერ ჩავხდეთ თამაში ეს არის პრობლემა და მე რას ვამბობ იცი მე რო ვიყო იმ კაცით 20-24 ძმაო მოვიგე და ეს მოგება წამართვეს უბრალოდ მე გამარჯვებული ვარ მაშინ სანამ ამ ჩემ გამარჯვებას ვერ ვიცავ მეორეჯერ ეხა წავალ არჩევნებზე გავიმარჯვებ მოქალაქეს ხოვეროთ ხან სანამ წინა არჩევნთა შეფასება არ იქნება რაღაცნაირად განსხვავებული რაღაცარაც დაგაკ რაღაცარაც დღეს სხვანაირად იზავდი ეს თუ არ არსებობს რაღაც როგორ უნდა გავამართლა რატო გავდივარ შემდეგ არჩევნებზე ამიტომ მკვდარი როცა არის არჩევნების თემა ოპოზიციას გამოცდილი აქვს არჩევნების ცვლილების გზა თუ არ მოხდა იცვლება რაც ნიშნავს რომ სულს აღარ უნდა მართავდეს ხელისუფლებას ესე რაღაც ბიძინა ივანიშვილის ის რესურსებზე კონტროლ ადმინისტრაციულ რესურსს ეგ კვაზი რევოლუციას ნიშნავს რასაც არ დგას და ანუ ეხლა არჩევნები დაინიშნოს მოკლედ არავის არ აქვს გაცდა რომ ეს არის ის არჩევნები რაც იქნება უკეთესი ვიდრე 20-24-ში იყო ხო ამიტომ აქ არის პოლიტიკა სინამდვილეში გაჭედი იმიტომ რომ პოლიტიკა არის მართვის ხელოვნება ხო ძალაუფლება უნდა ქონდეს როგორ აკეთებ ამას სჭირდება ძალაუფლება და რაიმე გზა მაინც თუ არ გვაქვს მოქალაქისთვის მწოდო როგორ შეიძლება ძალაუფლებას მიუახლოვდე მისთვის გამოიყურები როგორც პოლიტოლოგი როგორც რაღაცა ავიც ფილოსოფოსი მაგრამ არაცხერებ ნებელობას რომ მე თუ გამოვყევი სად მომყევი და სანამ ხაზი არ გიქნება კაფეო რომ შენ თუ მე მოგწოდა რომ მაგალითად დღეს მისმე და მოგეწონდა ჩემი თაქვთვანებულმა ადგე და ხმა მომწე ჩემი თაქვთვანებულმა ქვა იღო და ჩემთან ერთად რაღაცა რა ვიცი იბრძოლო და რევოლუცია მოაწყო და ჩემი თაქვთვანებულმა Facebook-ზე დამალაიქო ჯერჯერობით Facebook-ზე და ლაიქი არის ყველაფერზე აგებული რომ სხვა სად უნდა მოგვეხმაროს მოქალაქე აღარ იცით რომ აღარც არჩევნებს ვაღიარებთ რომ აზრი აქვს ამ ქვეყანაში და რევოლუციაზე ვიცთვლი და
ეცადა და დღეს ციხეშია და მათ შორის ალიანსშიც ზოგს კითხვის ნიშნები აქვს და იმ ხალხს დიდად არ მისწევს. ბევრი კითხვის ნიშნები. ბატონო ამირან, აქციის შემდეგ, რომელიც ოპოზიციურმა ალიანსმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გამართა, ამის შემდეგ უკვე არ წყდება ურთიერთბრალდებები, რასაც ვისმენთ და დაპირისპირება ნაციონალებს და ასევე ყოფილ ნაციონალებს შორის ერთმანეთს ეგრეთ წოდებული პოლიტიკური ცოდვებიც გაუხსენეს, ძალიან ბევრჯერ ახსენეს ასევე საეჭვო 40 მილიონიც. სააკაშვილი ამბობს, რომ მღვდრიე წყალი დაიწმინდება, მაგრამ დაპირისპირება, რასაც უყურებთ, კიდევ უფრო მწვავდება. რას ვერ იყოფენ, როგორ ხედავთ პირადად თქვენ ყოფილი თანაგუნდელები, ეს არის ფული, არარსებული ძალაუფლება თუ ამომრჩეველი? პირველ რიგში ეს არის საინტერესო, რომ მთელი ამ გაერთიანების ყველაზე პოპულარული პირი და ერთ-ერთი მთავარი ლიდერი ერთადერთი არ არის ჩანს ხო რაღაც კინკლაობა აქვს ერთმანეთში, მაგრამ ერთ-ერთი და ყველაზე რეიტინგული ლიდერი მთელ ამ გაერთიანებას, მათ შორის თავის პარტიასაც, თავის ყოფილ თანაპარტიელებსაც, თუმცა რა ნომერიც არ უნდა მიიწერონ, მაინც გავიმეორებ, რომ ერთნი არიან ყველანაირად, ერთი პატრონი ყავთ გარედან, ერთი სცენარით მოქმედებენ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და აი ეს პიროვნება მიხეილ სააკაშვილი აი ამ თავის ჯერჯერობით თანაგუნდელებს უწოდებს მღვდრიე წყალს. აი ახლა ამას რო ამბობ შენ საკუთარ პარტიაზე, ყოფილ თანაპარტიელებზე კი ვითომ პროცესზე თქვა, მაგრამ ესე იგი აღიარებაა, რომ ეს მღვდრიე წყალი. და მე უნდა ველოდო ახლა ამომრჩეველმა, რომელიც დაუშვათ არ ვარ ქართული ოცნების ამომრჩეველი, ხო არის ნაწილი ახლა დღევანდელი რეიტინგი არ ვიცი, მაგრამ პირობითად დაუშვათ აქვს 55% ან 60%, რაც იყო ბოლო კვლევები იმას ვაპარაკობ. რომ დანარჩენი 40% ხო არის, აი ეს 40% უყურებთ აქ ყველაზე რეიტინგულ პიროვნებას. და ის ამ ყველაფერს უწოდებს მღვდრიე წყალს. რომელიც დაიწმინდება ოდესღაც ახლა ცოტნე რაზეც ვისაუბრა აი ამ მოლოდინებზე. რას უნდა ელოდოს ახლა, როდის ესენი გადაჭამენ ერთმანეთს, ერთ-ერთი ჟურნალისტის ვიდეო ამომიგდო და დავდე დღეს მის მიმართ არაფერს ვლაპარაკობ ამ შემთხვევაში, პროცესი შეაფასა. ნუ ჭამენ ერთმანეთს და კარგიაო გადაჭამონ ერთმანეთი და ვიღაცა დარჩებაო და გამახსენდა ამომრჩეველშიც ისმის სხვათაშორის და გამახსენდა ეს თუთაშიასის კარგია იმიტომ რომ გავიგებთ ვინ არის თუთაშიასის სცენა გამახსენდა ვირთაგვების გამოყვანაზე ანუ მაგ პრინციპზე უკვე მაგამდე მივიდნენ ახლა ერთმანეთი უნდა გადაჭამონ და ვიღაცა გაიმარჯვებს და ახლა ეს დარჩენილი ამომრჩეველი მათიც და კიდე დანარჩენი ხო ვინც ოცნებას არაძლევს ხმას და დაუშვათ არაპირებს მის ხმა. თუმცა ამათ შემხედვარე იქედანაც ნაწილი შეიძლება ოცნების ხარის გადმოვიდეს. ახლა ამ ყველაფერს რო უყურებ და მთელი რამდენ ხანს გაგრძელდება ახლა ეს ვინმე იტყვის, რამდენ ხანში დაიწმინდება ნაცმოძრაობის მღვდრიე წყალი? ერთ თვეში, ერთ წელიწადში, ორ წელიწადში რა შედეგით მივლენ არჩევნებამდე? და საერთოდ რატომ გაერთიანდნენ დღეს რა იყო მიზანი ახლა ნუ ვისაუბრა კოლეგა მაგერ ნუ ერთხელ შედიხარ ამ თამაში მოდი გავერთიანდეთ ახლა და წავაქცევთ ქართულ ოცნებას ვერ წააქციე მოდის ახალი არჩევნები ისევ ერთიანდები ისევ შედიხარ მოდი კიდევ და ვერა ახლა ისევ ერთიანდებიან და ნუ გაზომონ თვითონ ხომ კიდევ ვიმეორებ იციან თვითონ ჩვენზე კარგად იციან კვლევებს ატარებენ იციან რომ ახლა აი ამ შემადგენლობითაც ვერ მოიგებენ ამ არჩევნებს. უბრალოდ 2028 წელს და ისიც იციან რომ არც ვადამდელი იქნება და არც რიგგარეშე და არანაირი არჩევნები არ იქნება 2028 წლამდე. მალე მოვა ახლა 2027 წელიც ჩაელევათ ხელში. ეს უკვე ახლა ჩავთვალოთ რომ დაამთავრდა ახლა სეზონი ფეხბურთი მოდის, მერე შემოდგომა, მერე გვარამია ისე ვიტყვის რომ საცივში ჩაყოფის თავის ჩაყოფის დროაო, მერე და როგორც არის ჩვენი სეზონი, მოვა 27 მერე იტყვენ აი კარგი გაისადა არჩევნებია, მოემზადოთ და იგივე სცენარი უნდა ვნახოთ მერე ისევ გაერთიანება. ხო და რას ვერ იყოფენ
ეხლა მე ხდება გარკვეულწილად ისე რომ თქვა გაცილებთ საქართველოს პოლიტიკა არის ზედმეტად მიბმული თქვა პერსონალიებზე და ოპოზიციის შიგნით რასაც ვუყურებთ დაპირისპირების მიზეზი ამ შემთხვევაში არის არა მსოფლმხედველობრივი შეუთავსებლობა ამ შემთხვევაში არამედ იგივე თუნდაც პროგრამებთან მიმართებაში შეუთანხმებლობა კი არ არის არამედ პერსონალური ამბიციები და კონკურენციის არსებობა. ამას მივეჩვით სულ ვიღაც გვინდა ლამაზი ცხენზე ამხედრებული რომელიც კარგად ლაპარაკობს ომახიანია სადღეგრძელოებს კარგად იძახის და სინამდვილეში პროევროპული რა ის პროევროპულები არიან კაცო და როგორ რა ხდება ევროპის ქვეყნებში რა ხდება წამყვან დემოკრატიებში ეხლა იქ ცოტა არეულია სიტუაცია იმედი მაქვს ოდესმე დაალაგდებიან მაგრამ ის ევროპა რომელი ევროპისკენაც პირადად მივილტოდი და რომელიც მომწონდა იქ სხვაგვარად იყო კაცო ნუ ვერ იმარჯვებ ვერ გაიმარჯვე ხო შედიხარ პარლამენტში და იქ ასრულებ იმ ამომრჩევლის დაკვეთას რამდენი ხმაც მიიღე აი რა პროგრამითაც მიიღე 20% ან 10% ხო მოხდი პარლამენტში რაღაც დაკვეთა ხო მიიღე თუ მოახერხე და შეხვედი ვინმესთან კოალიციაში იქ შეგაქვს შენი პროგრამა აი ახლა რომ გაერთიანდნენ აი ესე დაждდნენ და გაერთიანდნენ და მაგალითები მაქვს მონაყოლი უბრალოდ აი გერმანიის მაგალითზე მერკელის ბოლო კოალიცია როცა ჩამოაყალიბა 16 წელი იყო კანცლერი მაგრამ ბოლო არჩევნების დროს როცა გაიმარჯვა მისმა პარტიამ გავიდა პირველ ადგილზე 6 თვე აყალიბებდნენ კოალიციას უკვე გამარჯვებული უკვე არჩევნების შემდეგ და უბრალოდ გვერდიან შეთანხმებას მოაწერეს ხელი და რა იყო იმ შეთანხმებაში ცი სამი პარტია რომელიც შევიდა სამი შევიდა მგონი როგორც მახსოვს ყველა შევიდა თავისი პროგრამით და სამი კოალიციის ლიდერებმა აიღეს ვალდებულება რომ ეს ხელისუფლება რომელიც კოალიციურად ყალიბდებოდა აი ამათ პროგრამას შეასრულებდა და 6 თვე რასაკეთებდნენ იცით ერთი პარტია თავისას აწვებოდა მეორე ამბობდა არა ამაზე ვერ წამოვალ აი ეს იყო დუღილი იყო ამის ირგული რომ პროგრამები შეაჯერეს და ჩამოაყალიბეს კოალიცია მოაწერეს ხელი და 3 წელნახევარი მართავდნენ შემდეგ გერმანიას ჩვენ ეს დაждდებიან ერთხელ დაფაზე მოაწერეს ხელი ფლომასტერით ну кай да ვის დაცინიან ფლომასტერით დაფას დოკუმენტია ფეჭტიანი დოკუმენტი არაფერი არა თუ მოგინდება დახევ სიტყვა აღარ ფასობს მათი ერთმანეს ამღრიე წყალს ეძახიან ერთხელ რუსთაველზე მოაწერეს ხელი რაღაც ქაღალდი და რა ვის რა დაპირდნენ ახსოვს ვინმეს ეს გაცემული დაპირებები ხო და ეხლა ოპოზიციის აი ნიშნულობაზე კრიტიკა რა თქმა უნდა აკრიტიკოს ხელისუფლება ოპოზიცია მაგრამ მარტო კრიტიკა კი არ ყოფნის შენ ისიც უნდა მელაპარაკო რა არის ცუდი ვიცი ხედავ კაც ქუჩაში დავდივარ შენ მე მითხარი როგორ აკეთებ ამის გამოსწორებას როგორ აპირებ როგორ აკეთებ უკეთესად და თუ შენ ამას ვერ ვთავაზობ მაშინ უყურებ აგერ ვინც აკეთებს და როგორც აკეთებს კი ბატონო თანახმოვარ თორე შენ მე უკეთეს ვერაფერს ვერ მთავაზობ ერთმანეთში ვერ წყვებით კინკლაობთ პროგრამა არა გაქვს იდეოლოგია არა გაქვს ხან ლიბერალი ხარ ხან ის ხარ ხან ვინ ხარ ვერ გავიგე ახალი ხალხი შემოდის ისვრებიან მათთან ერთად იგივე ჭკუაზე გადადიან ლანძღვის გინების და შავი პიარის მეტი არ იციან არაფერი ცოტნე პოლიტიკური კრიზისი ახსენა უბრალოდ არ დავთე ოპოზიციის კრიზისია პოლიტიკური კრიზისია როცა ხელისუფლება ვერ ასრულებს თავის მოვალეობებს პარლამენტი მუშაობს კანონებს იღებენ მთავრობა მართავს და ასე შემდეგ ამას ცუდი იმითი კი არა რაღაცა კრიტიკით უბრალოდ დავაზუსტებ იმიტომ რომ ჩვენ დღეს თემა გვაქვს ოპოზიციაშია კრიზისი და არ არის სავალდებულო ყოველ არჩევნებზე ვერ მოიგე შენი მოვალეობა შეასრულე პარლამენტში შედი ტრიბუნა გამოიყენე საკანონმდებლო ინიციატივებით შედი თუ არ იღებს უმრავლესობა მაგასაც დავინახავ რომ შენ გინდოდა ჩემთვის სასარგებლო კანონის მიღება გამოდი ანგარიშ ჩამაბარე დავინახავ რომ ამას უმრავლესობა არ აკეთებს გამანახე ვინახარ ღირებულებებით ხმების რა სხვაობა აი ძალიან მნიშვნელოვანია აი წინა არჩევნები 800,000 იყო თუ არ ვცდები 800,000 ხმა სხვაობა პირველ და მეორე ადგილს შორის და დანარჩენი 4 პარტია ესე 10% ცოტა კი არ არის მაგრამ აი ამას რო უყურებ ესე პირველ სომხეთშიც იგივე იყო ახლა პაშინიანის პარტია ესე 50% დაახლოებით და დანარჩენები ეს აი ეს არის
გაყალბებას რაც შეეხება, ვესმის ეს ყველაფერი არჩევნებთან დაკავშირებით ყოველთვის იქნება საქართველოში ალბათ ყველა ქვეყანაში. თან გონია რომ ყველა მიცის რა რასაც ხო, მაგრამ უყურე ჩემი ასაკიდან გამომდინარე, ყველა არჩევნები მახსოვს საქართველოში და ნებისმიერი ვინ შეხედულია არჩევნებში. აი იმ პერიოდში ურნებს რო იტაცებდნენ წიხლებით რო ყრიდნენ ბიულეტენებს, საარჩევნო იმას რო შლიდნენ პროცესებს და იქედან გაქონდათ იარაღიან ხალხს შორსაც წავიდეთ 2012-ში ხო ვიდეოები ხო არის არა ნიღბიანები იარაღით შედიან და ურნებს იტაცებენ 2012-ში რისთვის იტაცებდნენ იმისთვის რომ ოცნებას ვერ მოეგო მაინც მოიგო ოცნება ანუ აი ასეთ პირობებშიც კი დიდი პროცენტით გაყალბება არის შეუძლებელი და მაშინ როცა საუბარია ავტომატურ სისტემაზე და ეხლა და წინასაარჩევნო პერიოდში სოციალისტები თვითონ თავაწერდნენ ოპოზიციას მაგაზე მე თვალსთან და ის რომ ოქმი შეჯამება ადამიანზე უკეთესად ხელი დაწერილს ციფრები იზავს 0 და 1-ს მე ვენდობი იქამდე რაც ხდება აი სალამაზრობის თულად არ ვამბობ იმიტომ რომ ხა ხელისუფლება იმაშობა თვითონ კარგად ის აი ის რომ ვალების დასტუმრება რომ მოხდა ნუ საერთოდ ყველა ეს ეგეთი ფორმა მოსყიდვის ამორჩევლის უპრეცედენტო ამბავი იყო მაგრამ თვითონ როგორც ხდება მანაც კარგად იცის ანუ არა თუ იქამდე როგორ მივიდა ეს ხები როგორ ჩაიგარა როდესაც ვალების გასტუმრებაზე არის საუბარი მაგალითად კონკრეტული სუბიექტები ვიცით ხომ ვისაც ვალები გაუსტუმრეს მაგრამ დღეს აქციებზე დგან მას არაძლევენ ასე რომ ესეც კი არა მე ისე ამ ცოდოში ვარ ყოველთვის ქვეყანა ხო ესე რომ ვატარებთ არჩევნებს ზოგადად ეგ ყველამ რო ვიცით და ეგ რო არ ხდებოდა რო ხდება ეგ ვიცით ყველა ანუ ზუსტად ვაკაცობ აპარატეს თულად ის აპარატი ხვალ ქართულს ვეტყვის რა ავიღებთ აღარ გქონდეს როგორ გენცეს დათვალით იქამდე რაც ხდება მაგ პრობლემაზე არ საუბრობს არავინ ხოლმე და ეგ არის პრობლემაზე ვისაუბროთ შევყვეთ რო თუ გვეყოფა თუ დღეს არჩევნების თემა არ არის უბრალოდ არ გონდა არ წამათობ და თქვენ გესმით რა თქმა უნდა მაგრამ უყურე რას ვამბობ რაც არ უნდა მოხდეს წინა საარჩევნოდ აი საარჩევნო პერიოდს გულისხმობთ ხო აი ასეთი სხვაობა რაც ვიხილეთ საქართველოში არ ვიცი მე მგონი ოდესმე დაფიქსირებულა რომ პირველ ადგილს და მეორე შორის იყოს 800,000 ხმა ეს ხო აი კატასტროფა უბრალოდ ის ორი პარტია იმდენად ერთგვაროვანი ფები შეიძლება იყოს რომ ხვდებით რომ პოლიტოლოგიურად ხად ეგრე არ ჩანს კი ბატონო რაც ფორმალურად მასე რო ავიღოთ ჯამში არა ოპოზიციაზე ვლაბარაკო ოპოზიციის მდგომარეობაზე ვლაბარაკო მასე რო ავიღოთ ჯამში აქვს 40 და რაღაცა პროცენტი ხო 40% უხეშად ანუ მე მაგას კი არ ვიძახი რომ ესეც მათი შეცდომაა თუ გაიყვნენ აქ ხო არა საუბარი ანუ ოპოზიციის შეცდომაა ეს თუ თავის თვითონვე თუ დაშალეს თავისი ხმები და ოპოზიცია წარმოაჩინეს მიწასთან გასწორებულად და საარჩევნო იმას დიაგრამას რო ნახავ ეგრეა ხო და არაღიარების საკითხი ну катастрофа ну შეიძლება რომ 2012 წლიდან დღემდე თუ არ ვწდები 10 არჩევნები ჩატარდა და არც ერთი არ აღიარო ну მაშინ აი რა სანამდე უნდა გაგრძელდეს მოდი რა ქვეყანა უნდა მაგათ ეს ცალკე თემა სანამდე უნდა გაგრძელდეს როდის ვისწავლეთ იმას რომ ჩატარდა არჩევნები წააგე იცი რომ წააგე სადამკვირვებლო ორგანიზაცია გამოაცხადა არჩევნები ჩატარებულად კი ბატონო ხარვეზებით მაგრამ მე უსმენდი სხვათა შორის თავიდან ბოლომდე იმ ბრიფინგს და ძალიან ბევრი ჩაკითხვა იყო აი საპარლამენტო არჩევნებზე ევთოს ხელმძღვანელს ეკითხებოდნენ და 1000 მხრიდან შემოუტრიალეს კითხვა და ბოლო-ბოლო იმ კაცმა უთხრა რომ ძალიან ბევრი არჩევნები მინახავსო და ნუ ვიცი არჩევნები როდის არის შემდგარი და როდის არ არის შემდგარიო და შედგა ეს არჩევნები და ნუ ამას რომ მოისმენ შენი ქვეყანა ხო უნდა გიყვარდეს ბოლო-ბოლო თუ მართლა ევროინტეგრაცია გინდა ახლა ნუ ვიცით რომ ამ ხელისუფლების ხელში არ უნდა თორე ისე კი უნდა ეს პრორუსო ახლა თარმა რას თქვა ნუ აი სანამდე კაცო ერთი რაღაცა ფაქტი ხო უნდა დაიდოს აი ამ ტალახის სროლას ესეც ხო იქედან მოდის ორი რაღაც არის ერთი მათი წარსულია თვითონ რომლისგანაც ვერ თავისუფლდება ოპოზიცია და სანამ არ გათავისუფლებიან არაფერი არ ეშველება ოპოზიციას არ ეშველება სანამ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობაში არის ჩარჩენილი მე ჩემზე კი არ ვლაპარაკობ კაცო მე შეიძლება ვიღაცა მაწყენინა შეიძლება დღესაც მაწყენინონ ან ადრე მაწყენინეს ან ხვალ მაწყენინებენ მაგაზე არ არის საუბარი ჩვენ საუბრობთ მასობრივად
მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს შეეხო ეს ყველაფერი და ვისაც არ შეეხო, იმას ახსოვს და შეურაცხყოფად ახსოვს ეს ყველაფერი. და ამაზე ბოდიშია მოსახდენი. და ვისაც ამაში ბრალეულობა აქვს, უნდა გავიდეს უბრალოდ პოზიციიდან. არ ეშველება ისე ამ ოპოზიციას არაფერი. გაქვთ ასეთი მოლოდინი რომ არ მაქვს ამის მოლოდინი, რა თქმა უნდა, ეხლა რაზეა გამორიცხულია ეს და სანამ ესე იქნება, ურთხან თავი კედელს და რა ვიცი, შუბლიკ იმას კედელს ახლა თუ ამის ინტერესი აქვს, მაგრამ მაშინ მივდივარ იქამდე რომ და მე ეჭვი მეპარება, რასაც ვლაპარაკობ, არ იციან თვითონ. ძალიან კარგად იციან, მაგრამ რომ წავიდნენ, რა უნდა აკეთონ? მოწონთ ეს პოლიტიკოსობა, მოწონთ, ახლა მე მილიონერზე არ ვიცი, მაგ ინფორმაციები არ მაქვს, 40 იყო 120 თუ 2 თუ რამდენი, მაგრამ ნუ ფაქტია, კარგად არიან. კარგად ცხოვრობენ. თუ 5. ხო, კარგად ცხოვრობენ, კარგად და არ დათმობენ, რა თქმა უნდა. ოდარ არის თუ არა ეს ნიშანი, რასაც ვუყურებთ, რომ ალიანსი თავიდანვე ხელოვნურად მხოლოდ აი საერთო მოწინააღმდეგის წინააღმდეგ შეიქმნა, თუ შეიძლება ასე ითქვას, და არა საერთო ხედვის გარშემო. ნუ საკუთრივ ის ფაქტიც, რომ თავიდან იმაზე ვიტყვი, რომ ეს პოლიტიკური კულტურა რაც ახსენდა და შემდეგ ბატონებმაც ახსენეს, ხო? აი ეს რაღაცნაირად თითქოს ეს ქართული ეთნოფსიქოლოგიის მომენტია, რომ აი რაღაც თითქოს უნდა აი გარკვეულ ჯგუფს ადამიანებით მოკლე გზით მისვლა ხელისუფლებასთან. ანუ ეს რაღაც თითქოს აი ეს რაღაც სიზარმაცის და რაღაც ძალაუფლებისკენ ტოლვის რაღაც საოცარი მიქსია, იმიტომ რომ ანუ შენ როცა ამბობ რომ მე თქვა პირობითად არ ვიღებ მონაწილეობას პარლამენტში, თქვა ამბობ და საუბრობ ყოველთვის რაღაცა აი ფანტაზმაგორიულ კარნავალურ რაღაცებს იგონებ, შენ ამ დროს აჩვენებ რომ რეალურად ანუ ძალაუფლების იმისთვის კი არ გინდა რომ პირობითად რა ვიცი რაღაც მაღალი ტრიბუნი და რაღაცა ხადია რეპუტაცია და რაღაცა სოციალური კაპიტალი თან ახლავს ამ რაღაცა ტრიბუნი და გააკეთო თქვა მიხედო პირობითად პენსიებს რაღაც შეცვალო კანონები უკეთესობისკენ ეკონომიკა, რა ვიცი, განათლების პოლიტიკა და 1000 სფერო. ანუ ეს კი არ არის, ანუ საქმის გაკეთება კი არა, მნიშვნელოვანი, არამედ ძალაუფლებისა თითქოს არის თვითმიზნური. ამაზეც რომ აი ჩვენ უბრალოდ უნდა მოვიდეთ და მე იქ რა უნდა გააკეთონ, ხო, რასაც აკეთებდნენ რეალურად ხშირ შემთხვევაში, ხო, რაც იყო აი ხშირად ეს პოლიტიკური ფიგურები, ვიზეც საუბრობთ, აი ვინც რაც არის დღეს ჩვენი საუბრის თემა არის მართლა იმ მანკიერი ჩვენ წარსულის აქტორები იყვნენ, ხო, ეს არ შეცვლინან ისინი მათ, ანუ ეს არ მოხდა დიდი მონანიება ყოფილი ნაციონალური მოძრაობის წევრების მხრიდან, ხო, ახლა შეიძლება ცალკეული შემთხვევები არის, მაგრამ ანუ მთლიანად რომ აი ჩვენ რაღაცა აი შეგვეშალა და ეხლა სხვანაირად ვიწყებთ, მე გულისხმობ კოლექტიურ ნაცმოძრაობის მისი დანაყოფებით, ხო, იმიტომ რომ ესენი ხო ეს ხო პოლიტიკური ტაქტიკის ის არის, რომ აი გავიყო თქვა შედარებით ფერადები, აქეთ შედარებით არაფერადები და უფრო თქვა კონკრეტულ პიროვნებაზე ან სააკაშვილზე ორიენტირებული იქეთ. ანუ ეს პოლიტიკური ტაქტიკის და ელექტორალური, ასე ვთქვათ, დაგეგმარების ამბავია. ანუ ეს ყველაფერი ჩვენ ხო გავლილი გვაქვს ერთხელ და აი ამ ჩვენ ახლა რაღაც დინჯად საუბრობთ, რომ ესე აქეთ იქეთ რაღაცა ვთქვათ და რაღაც აზრები გვაქვს, ხო? შეიძლება ვეთანხმებით და არა, მაგრამ რაღაცაზით ეს არის აი პოლიტიკური აი წარსულის მოძახილები, რომ აი რაღაცა უნდა იყოს თითქოს აი ის აი იგივე ჩვენ მე მგონი ევროპაზეც უნდა ვისაუბროთ, ხო, როგორც ვიცი და აი თითქოს აი ეს მაგალითად აი ეს ფეტიში, რაც არის დასავლეთის აპრიორული გაფეტიშება. აი და ამაზე მოყოლე და ამაზე დაფუძნებული პოლიტიკური ტაქტიკა, რომ აბა რა სიტყვის უცხოეთი. რაც სხვათა შორის არის თუ ადრე იყო აბა რა სიტყვის მოსკოვი, ხა არის აბა რა სიტყვის ბრუსელი და საქართველოს მოსახლეობის ასე ვთქვათ უმრავლესობას, მათ შორის ვინც 90-იან წლებში, 80-იან წლების ბოლოს, 90-იან წლებში იბრძოდა დამოუკიდებლობისთვის, ეს უნდოდა რომ საქართველოში ეხილა სუვერენული ქვეყანა, რომელიც არა ანუ ის კი არ იყო ვთქვათ იმას რა ემბლემა ქონდა ვთქვათ ცისფერი თუ წითელი დროშა იქნებოდა, იმას უნდოდა რომ შენ ქვეყანაში ხო რაღაცა შენ ყოფილიყავი შენი თავის ბატონი და პატრონი და ამას რომ ეს ძალები, ეს ოპოზიციური ძალების უმრავლესობა არ თავაზობს და თავაზობს იმას, რომ მოდი ახლა რევოლუციურად მოკლეზე გადავჭრი და მე დავლაგდები ჩემს თქვათ ასე ვთქვათ უცხოელ პარტნიორებთან და მე თქვათ რასაც ის მეტყვის ან გავაკეთებ, ანუ ვიქნები იმის ერთგვარი ვასალის მდგომარეობაში, ეს არ უნდა თქვენ რა წინა ასე ვთქვათ წინა შეკითხვა თქვენი ის იყო, რომ რა სურს ხალხს, ასე ვთქვათ, ხო, ხალხს სურს აი ეს, რომ საქართველოს უპირველეს ყოვლისა ჩვენი თავი ჩვენად გვეყრდნოდეს, ანუ ეს დევიზების დონეზე რაც ვთქვათ ადრეულ ვთქვათ ეს ილია ჭავჭავაძესთან არის და ზოგადად გაჟღერებული
მიღებულია და ეს დამოუკიდებლობის იდეა რაც არის და სუვერენიტეტი არის თარგმნილი პოლიტიკურ ენაზე, ხო? და მე სწორედ იმას ვცდილობ და ვფიქრობ, რომ ეს სპორტის სახეობა, საქართველოს პოლიტიკურ სპორტის სახეობა უნდა იყოს შეჯიბრი სუვერენიტეტში. აი იტყვის რომ ვიღაც აი შენ კი რაღაცა კი ფიქრობ რომ ხარ სუვერენიტეტული, მაგრამ აბა აქ რატო ქენ თქვა ეკონომიკისთვის ესეჯობდა, თქვა რა ვიცი, პირობად განათლების პოლიტიკაში ესეჯობდა, თქვა რაღაც საგარეო მიმართულებით ისეჯობდა. ან ეს უნდა იყოს დისკუსიის საკითხი და ეს ძველი რევოლუციური პოლიტიკური დღის წესრიგი, რომელიც ამდენჯერმე თუ 5-ჯერ ხო და ახლობით ჩავარდა, ეს არის ის რაც არ უნდა ხალხს. რატო არ უნდა? იმიტომ არ უნდა რომ რა თქმა უნდა ეკონომიკა ჯერ სადია ციდან ვარსკვლავის ვერ წყვეტს, მაგრამ არის გარკვეული ეკონომიკური უკეთესობა შეიძლება ვთქვათ, ვიდრე ვთქვათ რაღაც პერიოდებში. არის რაღაც დემოკრატიული პლურალიზმის მრავალფეროვნების უკეთესობა, არის მედია პლურალიზმისკენ უკეთესობა. ცხადია რაღაცა არსებობს არ არის უკეთესობა არ ნიშნავს რომ რაღაც ეს საბოლოო წერტილია და ახლა უნდა თვითკმაყოფილებას მივეცეთ. ცხადია უკმაყოფილო მოქალაქე არის დემოკრატიის ამოსავალი, რომ ეს უკმაყოფილებაზე პასუხობს მთავრობა და იმ მოქალაქის გულს იგებს და მე ის მთავრობა იმიტომ არის მთავრობა, რომ ხალხი ირჩევს. ან ჩვენ ხშირად გვავიწყდება, რომ აი მთავრობა, აი რაღაც მთავრობასთან აფილაცია თითქოს არის რაღაცა ცოდვა. არ გვავიწყდება ის, რომ მთავრობას ირჩევს ის მოსახლეობა, რომელსაც თავისი სუბიექტური სასიცოცხლო ინტერესები აქვს, ეროვნული, ეკონომიკური, რა ვიცი, განათლების, კულტურის და სხვადასხვანაირი ინტერესები აქვს. და ეს თითქოს აი ამ კარნავალურ პოლიტიკაში, რომ აი აბა ეხლა მოდი რევოლუცია და აბა შენ რუსო და აბა შენ ესეთო და ისეთო, ამ ყველაფერში ეს იკარგება. ანუ ის პოლიტიკის საფუძველი, ხო, ეხლა ჩვენ ხედავთ სამწუხაროდ ხშირად არის ეს პოლიტიკის ენა, რომ აი ვთქვათ, ვიღაცები არიან ბნელები, რომ ეს კონკრეტული ამორჩეველი არის ბიომასა. მე გულისხმობ, ხშირად რასაც ოპოზიციონერები უწოდებენ ხოლმე, ხო? ანუ ესეთი ტიპის გამონათქვამი და ამ სპორტში ჩათრევა ხდება და მე რაღაცა მანკიერი წრე იქრება, საიდანაც უკვე საზოგადოება აი პოლარიზაცია ხდება და ურთიერთ ასე ვთქვათ, აი ამ ენაში შევდივართ რა და მე ვფიქრობ, რომ სწორედ აი აქედან გამოსვლა რაღაცნაირად არის ამოსავალი წერტილი მომავლის საქართველოს, რომ რაღაც დავждეთ, ვილაპარაკოთ თემებზე, რომელიც მართლა არის და მე ხომ მხოლოდ მივესალმები, რომ რაღაც მათ შემდეგ რაც ეს რევოლუციონერობანა გადაგორდა ჩემი აზრით, აი ამ ყველაფერაც იყო 2024-23 წლებში რაღაცა ტიპის პოლიტიკური დებატებისთვის გაიხსნა სივრცე და აქ ეძლევა თქვა იქ ვიღაც შანსი პოლიტიკოსებს, ოპოზიციას, ხელისუფლებას რომ დააჯდნენ და აანახოს საზოგადოებას რომ აი ვინ ვის აჯობებს, აი დებატებში, არგუმენტებში და ასე შემდეგ, ხო? ანუ ეს არის მომავლის საქართველოს და არა ის რომ აი გინდა თუ არა რევოლუცია, გინდა თუ არა თქვა ვიღაცა უცხოეთს არა აქვს მნიშვნელობა, ხა მოსკოვია, ბრუსელია თუ პეკინი თუ კიდე სხვა რომელიმე ძალაუფლების ცენტრი ამაზე მიმულობა იყოს, ხო? ანუ ეს სუვერენული პოლიტიკური სპორტი უნდა ვითამაშოთ ჩემი აზრით და ეს რომ მოსახლეობის დაკვეთა ამიტომაც არის რომ აი ამ ვიზეს დღეს ვსაუბრობთ ამ ოპოზიციის ამ ფლანგზე ამ კლასტერზე ასე ვთქვათ იმიტომ რომ ესენი ასე ვთქვათ ერთგვარ დაღმასვლაში იმყოფებიან იმიტომ რომ მათ არ შევიდნენ არჩევნებზე და ისინი არიან ხშირად ამ პოლიტიკური უკულტურობის აგენტები რომ აი შენ რუსი ხარ შენ რაღაც ბნელი ხარ შენ ბიომასა ხარ აი ამ იალიყების მიკერება რო ხდება ხო მე და რაღაც ღერიან რაღაცა სიმღერებს და ასე შემდეგ 1,100,000 კაცზე ხო რა ეს კონკრეტული ამორჩევლების უმრავლესობის ამ შემთხვევაში კონკრეტული ბედი უნდა ეწიოს ანუ ეს პოლიტიკური კულტურა ხო შეიძლება რომ გადავაგორო და დავამთავროთ რა ვიცი მე მგონია რომ ეს არის როგორც ხელისუფლების ამორჩევლთა უმრავლესობის ისე ოპოზიციის ჯანსაღი ამორჩევლების რომელიც რაღაც მიზეზების გამო არ მოწონს ხელისუფლება პოლიტიკური კულტურის გადაგორება და ჩემი აზრით ძალიან რეალისტურია, იმიტომ რომ მოსახლეობაში არის გაჩენილი ის ფენა, არის გაჩენილი დოვლათი, რომელიც აფიქრებენ, რომ მოდი ახლა რაღაცა რაციონალურ დისკუსიას უყურო, დებატს უყურო, დისკუსიას უყურო, რაღაც აი თემატური იმას, რომ აი თქვათ, როგორი უნდა იყოს რაღაც პირობითად ქალაქ დაგეგმარება, რაღაც ისეთი საკითხი რა, არა აუცილებელი ის ხო განათლება, რა ვიცი, კულტურა, ხელოვნება, სპორტი, აქეთ იქით. ანუ ეს უნდა ხალხს მე რამდენადაც ვხედავ. არ ვიცი, შეიძლება მეშლება, მაგრამ ეს აჩვენებს აი არჩევნები ხო მაგას აჩვენებს და ის ფაქტი რომ რევოლუცია არ მოხდა, თორე რევოლუციას ქმნის, ასე ვთქვათ, ის უმცირესობა, რომელიც ხმაურობს და უმრავლესობა, რომელიც დუმს და ეს უმრავლესობა არ დადუმდა და თქვა რომ ეხლა მოდი არ დაუდუმდები, იმიტომ რომ მე რა ვიცი, რაღაცა დოვლათი გამიჩნდა, ამ დოვლათი გამიჩნდა, დასაკარგი გამიჩნდა, ამიტომ არ მინდა არც ომში ჩართვა, არც რევოლუცია და არც ასე შემდეგ. და აქედან გამომდინარე ყველაფერი ის რომ ჩვენ გვინდა
შვიდობა, რომელიც არის საფუძველი და არა მიზანი, საფუძველი იმისი, რომ რაღაცა მე მართლა ეს ჯანსაღი პოლიტიკური დებატების კულტურა შეიქმნას. კი ბატონო, ცოტნე როგორც ოპოზიციონერ პოლიტიკოს ამ შემთხვევაში ოპოზიციონერ პოლიტიკოსის პოზიცია არის საინტერესო, ვინ გესახებათ ოპოზიციის ერთმნიშვნელოვან ასეთ გამაერთიანებელ ლიდერად აი ამ ეტაპზე, რომელსაც თქვა რომელიც პირველ რიგში იქნება თავად ოპოზიციისთვის მისაღები და რომელსაც ოპოზიცია წარადგენს აი თავის ლიდერად. თუ არსებობს ასეთი ოპოზიციურ ფლანგზე და ვინ არის თუ ხედავთ ასეც, ვინ შეიძლება იყოს ის პოლიტიკოსი ოპოზიციურ ფლანგზე, რომელიც შესაძლო ერთობას უშლის ხელს. ერთადერთი შანსი არსებობს ჩემს რაღაც იდეა, რომლის ირგვლივადაც გაერთიანდები. იმის მიღმა მე ესე ინდივიდუალურ ძლიერ მოთამაშეს, რომელიც გაერთიანებს, მეგეთუნას უკვე. აი სააკაშვილი და მელია ახს. არა, ნუ ეგ ვისაც აერთიანებს, როგორც აერთიანებს, უკვე ხედავთ მაგას, ხო, იმის იქით რამე სიახლეს მე ამ კუთხით ვერ ხედავ. საერთოდ ეგ ძალიან რთული ამბავია და მაგის ბევრი ტრადიციაც არ გვაქვს, რომ ჩვენ რო გვესმოდეს არსებული პოლიტიკური ელიტის მნიშვნელოვანი ნაწილი არის ძირითადად ხოლმე ხელისუფლება ბადებს ამას. მიხეილ სააკაშვილიც, ნინო გურჯანაძეც, ჟვანიაც ეს ჰაერიდან პოლიტიკით ანუ არ იყვნენ, ხო, ისინიც იყვნენ ჯერ ძალაუფლებაში იყვნენ და იმავე ძალაუფლებიდანვე მალევე თვითონვე გახდნენ პირველი პირები რა, შეგვიძლია წასვლის მე რამე საკუთარივე შვილების შობა იმ სისტემა. ზვიადის ტიპის ხანაირად მოჩა ეს ამბავი, ის ადამიანი მოკვდა, ის ხალხი მიტინგზე რომ მიდიოდა ცხრილავდნენ გაქრნენ პოლიტიკიდან გაუშვეს. შეიძლება მე რევანშისტულად თქვა ვარდევის რევოლუციის დროს ის ხალხი დაბრუნდა პოლიტიკაში, მაგრამ მაინც არსებული პოლიტიკური ელიტა იყო იმ ხელისუფლების ქვეშ დაბადებული. მეც ეხლაც ვინც კი შედეგი დადო, რომ ყველაზე რაღაც იაფი დაუჯდა მისი ხმა და სხვა ხმები წამოიღო, ესეც იყო ასეთ გახარია, იმიტომ რომ ისიც იმ ძალაუფლების შარავანდები წამოყვა. შემიძლია ხა გაფლაგრებთ, რომ მაინც მეინსტრიმ ოპოზიციას გაყვა, მაგრამ აი ეგ იგრძნობა რომ რაღაც ეგეთი დიდი ჩამოტეხვა თუ არ მოხდა, პოლიტიკაში ისე შესვლა ხდება, რადგან იყო წარმატებული სპორტსმენი ან ხელოვანი და სადღაც სხვაგან უნდა ეძიოდა შენი დაგროვებული სოციალური კაპიტალი, მე მანდატში გაყიდო და მიხვიდე და ეგრე პარლამენტარი გახდე. ეგეთი გზა ეგ არის, ან როცა როცა ხელისუფლებაში არის ხოლმე, იმის ნაწილი იყო და მე იქ დააგროვო ის. ეხლა ხდება ალბათ პირველად უნდა შექმნას ეგეთი პრეცედენტი, რომ ჩაოლებრი ნულიდან ახალი რაღაცა ოპოზიცია ნელა დაიბადოს და ამას ჭირდება ბევრი თამამი, თავხედი გონიერი და ბევრი რამის მქონე ადამიანი 10 ჯერ უკეთესი სხვაზე, იმიტომ რომ გადაფაროს მისის. არავინ არაფერს არ დაგითმოს. პოლიტიკა ეგეთ თამაში არ არის. არავინ გვერდზე არ დადგება, მე ხალხს მოვბეზდი და მოდი შენ. შეუძლებელი არც არავის არ მოეწონები შენ როგორც პოლიტიკოსი, ისეთი რომელსაც ამის დათმობა მოუწიათ ჩვენთვის. მე ვინ უნდა დავარწმუნო, რომ შნომაკ ბიძინაევანიშვილი დავამარცხო, თუ მე არსებულ ოპოზიციაში ვერ ვახერხებ ჩემი პოზიციის გამყარებას. თუ ვინმეს არ მივეკედლე და თუ არ ვიპარაზიტე ჯამში. და ეგეთი ადამიანები უნდა გაჩნდნენ. ყველაზე სულ სიტუაციებში ხომ ერთის არის, რომ ამის ქვემოთ ფსკერი რო აღარ ჩანს, მერე რაღაცები დასაკარგიც აღარაფერი აღარ არის, მოსამართლებელი აღარაფერი აღარ არის და იქნებ ახლა მეტი დრო გამოჩნდეს სიმართლეების ნაკლებად იგრძნოს სიმძიმე რაღაცების, რომ არავის აღარ მოუფრთხდე რა, მოდი გააკეთე და მე მჯერა რომ ამ ქვეყანაში მაგის პოტენციალი არსებობს, იმიტომ რომ მაინც ჯერ ტრადიცია მცირე გვაქვს საპარლამენტო მმართველობა ჩვენთვის, ანუ საპრეზიდენტო ვიყავთ, რომ ისევე ერთი კაცი ერთი ლიდერი მაინც გვიყვარს, საპარლამენტო მმართველობა სჭირდება ძლიერი პარტიები, რომელსაც აქ რაღაცას ავტორიტეტები არიან თვითონ ეს პარტიები და ეგ ჯერ არ მოხდარა და მაგითი ძალიან ცუდი ნიადაგი და კრიზისი ყველგან არის. ჩემთვის ხელისუფლებისათვის კრიზისი ხა გუშინ მე რო პრემიერ-მინისტრი მესაუბრებოდა, აქამდე არ დამელაპარაკებოდა, მე ცოტნე არ გავახსენდებოდი. ხადია მე არაბუნებრივია, რომ პრემიერ-მინისტრი დებატზე მე დამისვა. ხო, იმიტომ ხდება რომ მისთვისაც ეს რაღაცისთვის ხო არის საჭირო, ხო? თქვენ არაბუნებრივი არის ის რომ გესაუბრებია. ან წლების განმავლობაში პრემიერ-მინისტრი არა დეპუტატის დონეზე ადამიანიც კი არ დამიჯდებოდა მე. ის ნახეთ, ისეთი შეგრძნება თქვენი საუბრიდან გამომდინარე, რომ თითქოს მომავლის პოლიტიკური მომავლის ამ შემთხვევაში თქვენი პოლიტიკური მომავლის იმედი არ გაქვთ, არ გაქვთ. არა, მე იმის ხმამით რომ კრიზისი რომ არ იყოს პოლიტიკური კრიზისი, გადაწყვეტის ეს ფორმა რომ მოდი ვიდებატოთ, თავისთვის ხელისუფლება მას არ იტყოთ, იმიტომ რაღაცა ხო იყო ჩაკეტილი ეს დებატები, ხო, მათი თქვის მერე გაიხსნა. ქონდა მათ შორის დებატების დროს ჩაკეტილი ალბათ იმიტომ იყო რომ რევოლუციისგან თავდაცვა ხდებოდა და ალბათ მაგითო იყო ჩაკეტილი. არაერთი შეთავაზება ყოფილა მაგალითად ჩვენი არხის მხრიდან, კონკრეტულად ჩვენგან, ჩვენი გადაცემის მხრიდან, რომ მოდი დასყიდით ისაუბრეთ და ძალიან ხშირად, უმეტესწილად ხშირად
უარი მოდიოდა ოპოზიციის მხრიდან. უფრო მეცაც გეტყვით, კონკრეტული ოპოზიციონერები დათანხმდნენ დებატებს რამდენიმე წლის წინ და ბოლო წამს თქვეს უარი. დააბოლინგეს და მაგით. მელიას შემთხვევას გაგახსენებთ, რომელიც სტუდიაში მე გულისხმობ, რომ პოლიტიკის ზოგადად სფერო მოხდა შემთხვევითი არ იყოს და კრიზისი არის, უბრალოდ ამის თქვა მინდა. და გუშინაც რომ ვესაუბრებოდი პრემიერ-მინისტრის ბრალდებებს უდიდეს ნაწილზე მითხრა, რომ მოდი რა მელაპარაკე ბოლო 1 წელზეო. იქამდე თელი 14 წელიან მართლობაში 3 წელზე უბრალოდ თვითონ რევოლუციით მოსულიყო თვითონ ის რაღაცა სხვა წარსულიყო იმ ხელა კრიზისი დადგა იმ რაღაცები შეიცვალა მისი პერსპექტივითაც კი მითხრა რომ ის მოდი იმაზე არ მკითხო იმიტომ რომ მათ შორის ჩვენც კი და რადგან ოპოზიციაზე იყო საუბარი ავტორიტეტი ეს ევროპა და იყო თვითონ მითხრა რომ კი იმიტომ რომ ევროპელებს ბევრს უჯერებდით საფრთხეზე მათ უდექით მაგის გამო დავნიშნეთ თქვა აგერ გახარი ერთი ზარით დავნიშნეთ აქამდე თემაზე ვლაპარაკობთ რომ სუსტები ვიყავით ანუ ხელისუფლების რიტორიკაში გაცდა ეხლა პირველად რომ არ ვიყავით აქამდე ისე ძლიერები რომ ჩვენ იმ ავტორიტეტის გარეშე აქ მეგმართ. იმის გამო რომ მაგათ მათ შორის ხა ევროპაზე ხშირად საუბარიც იმიტომ გვიწევს ხოლმე რომ აი შარ მიშელის ჩამოსვლის გარეშეც კი აქაურმა პოლიტიკურმა ელიტამ მაშინ ვერ მოვახერხეთ რომ ერთად მოლაპარაკება ყოფილიყო იმიტომ რომ განცდა იყო რომ ჩვენ საკვარის ავტორიტეტი არ გვაქვს რომ ხელი რო ერთმანეთს ჩამოვართვათ მოქალაქეს განცდა ქონდეს რომ ჩვენი სახელით რაღაც შედგა რომ თუ უფრო მეტი ავტორიტეტი არ იყო ესეთი მხოლოდ დასავლეთში იყო ისა ვერ ხდებოდა დღეს უბრალოდ თქვენს ეხლანდელი ბოიკოტიც იმიტომ მოხდა მე რომ აღარაც არავინ არ ჩამოვიდა და დაიღალა ამით რომ ვიდით თქვენით მიხედეთ და ჩვენით საკვარისი პოლიტიკური კულტურა არ იყო რომ ლაპარაკით მოვახერხოთ რაღაცებზე შედახება. ამის პრობლემა არც უბრალოდ იმის თქვა მინდა არავინ არაფერს არ დაქნოს პოლიტიკა ეგეთია სამართლიანი სამყარო არ არის სამართლიანი რო იყოს საერთოდ არც პოლიტიკოსი არსებობდა და არც არც ელჩი არ არსებობდა არაფერი ეგეთი არ არსებობს ეგეთი არც ერთ ახალგაზრდასაც არავინ ეგრე არ დაუთმობს სანამ არ იქნება ამბიცია რომ რაც არ უნდა იყოს მას ჩემი მაგალითად ჩემი სიტყვის უგუნა ყოფა ბევრად უფრო ძვირად უნდა დაუვისეს და მე გამითვალისწინებენ მე პოლიტიკაში ეგრე ხდება. ამიტომ ბევრი ეგეთი ადამიანი უნდა გამოჩნდეს და ეგ ახლა უნდა იგრძნოს. არ მგონია რომ უნგრეთი არის რაღაცა სასწაული ქვეყანა იქ იბადებიან უდერკინდები და აი მადიარზე უნდა ტიროდეთ რომ აი ეგეთ ჩვენ როგორ ბადებთ ან რაღაცა არც სომხეთის პრეზიდენტი არ მგონია რომ ახლა საქართველოში ვერ დავბადებთ უკეთეს პოლიტიკოს. ცხადია მაგის პოტენციალი არსებობს. არ არის მაგით ხა კარგი ველი ცხადია ძალიან რთულია რესურსების მოძიება თელი ფინანსური ელიტაც მათ შორის იმ 90-იანებიდან შექმნილი არის მაგ პოლიტიკურ ელიტასთან ერთად ეს რაღაც ერთი დიდი კასტა რომელსაც აქ ბევრ რამეზე მონოპოლია ერთმანეთს უფრო აძლიერებენ იმ რაღაცა სიახლეს ოღონ ეგრე არის რა ზოგადად სისტემა იკეტება ხოლმე ყოველთვის და უცხო სხეული ძალიან რთულად შედის მაგრამ ბევრი კარგი ხალხი ბევრ რაღაცა შეცვლის იქნება უკეთესი მანქანის ხელოსნების გამოჩნდებიან უკეთესი ბიზნესმენებიც უკეთესი პოლიტიკოსიც უკეთესი მე ამის მჯერა უფრო ხარისხიანი ადამიანები მჯერა რომ ამ ქვეყანაში არიან და იქნებიან და პოლიტიკასაც ეს რაღაც პერიოდის მერე იმედია დაეთყო ანკა გვაქვს ცოტა დრო რა თქმა უნდა ბატონო ამირან აქვე შეკითხვაც მინდა რომ დაგისვათ ერთი რამ არის რაზეც არავინ კამათობს ქვეყანას და მოსახლეობას რა თქმა უნდა ქვეყანას პირველ რიგში აუცილებლად რომ ხელისუფლებას ყავდეს ძლიერი და არა მხოლოდ ძლიერი, ძალიან ძლიერი ოპოზიცია, რომელიც მას ყველა სფეროში გაუწევს კონკურენციას და იქნება მისი მაკონტროლებელი, ერთგვარი მაკონტროლებელი. როგორ ფიქრობთ, რა უფრო შეცვლის დღეს თქვა საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ლანდშაფტს? ოპოზიციის გაერთიანება თუ სივრცეში ახალი პოლიტიკური ძალების გამოჩენა და ამის რესურსი რამდენად არსებობს? ну პირველ რიგში მაინც მე ჩემს პოზიციაზე და მიდგომაზე დავრჩები. არანაირ გაერთიანებებზე არ უნდა იყოს ლაპარაკი საერთოდ. არ უნდა ეძებდნენ დიმიტრი გელოვანს, მადიარებს, არავის არც სააკაშვილებს, არავის არ უნდა ეძებდნენ. ჩამოყალიბდნენ ვინ არიან. პარტიების მშენებლობა დაიწყო. პარტიის მშენებლობა იწყება იდეოლოგიიდან. იდეოლოგია არის მარტივენაზე თუ ვინ ხარ, რა ღირებულების მატარებელი ხარ, დაწყებული ეკონომიკიდან, დამთავრებული ტრადიციებით, რელიგიით და ასე შემდეგ. ვინ ხარ? გამაგებინე და დაიწყე შენი პარტიის ჩამოყალიბება და შექმნა. მე მესმის გაერთიანება წინა საარჩევნო პერიოდში კანონმდებლობის შესაბამისად, რასაც კანონი ითვალისწინებს, თუ შენ თვლი, რომ შენს პარტიას არ აქვს იმის პოტენციალი, რომ დამოუკიდებლად სერიოზული ხმა მიიღოს. არ არის სავალდებულო, რომ პარტიამ მიიღოს 50%-ზე მეტი პირველივე გასვლაზე და თუ გინდა მეხუთე და მეათე გასვლაზე. მე როცა ვამბობ წასვლაზე პოლიტიკიდან, მე არ გულისხმობ პარტიის გაქრობას. მე ვგულისხმობ შიდა პარტიულ დემოკრატიას. როცა პარტიის ლიდერები ვერ აღწევენ წარმატებას, ну ერთხელ ვერა, მეორედ ვერა, მეათედ ვერა, 30-ად ვერა.
30 წელია 35-ია ვერა წადი რა შენს პარტიაში დაუთმე ხალხს ადგილი თორემ მე იმას მე არც ნაცმოძრაობის მე ხლა აგზალვამდე თვითონ მიდიან როცა გავიდნენ კონსტიტუციიდან ფაქტობრივად რომ შენ არჩევნებს არ ცნობ პარლამენტში არ შედიხარ და ხარ დესტრუქციაზე მუდმივად იქ ხო არის არა რისთვის და პლუს წარსული ფაქტი ხო თორემ ამოდი წავიდნენ ისინი აირჩიონ ახალი ხელმძღვანელობა გადაიაზრონ წარსული თუ მოსახდელია ბოდიში და აქვთ მართლა რეალურად ხო მოიხადონ ბოდიში და დაიწყონ გააგრძელონ ცხოვრება ვინ უშლით მაგრამ არა ნუ აიშუბლით ისევ იგივე ხალხი გაწვება ზოგი თითქოს ხელმძღვანელ პოსტებზე არ არიან მაგრამ იქ არიან პოლიცსაბჭოში არიან 200 კაციან პოლიცსაბჭო აქვს და ტელევიზორში არიან და იმათ სახელით გელაპარაკებიან ხო და არ უნდა დიმიტრი გელოვანებს ზევნა და მე როგორც აი ამორჩეველი რო ვარ ხო და მოქალაქე ვარ ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს ამას ხელისუფლება გააკეთებს მოქმედი თუ ოპოზიცია მე მინდა სიკეთე და დღეს ოპოზიცია დღეს კი არა წლებია მეუბნება რომ არა მე უნდა დავანგრიო და რომ მოვალ მე ავაშენებ და არ მინ თან მეუბნება დანგრეულიო მეუბნება აი თეთრს მაჩვენებს და მეუბნება რომ შავია ბიუჯეტი იყო 2012 წელს 8 მილიარდი და არის 36 წელს ჯანდაცვის ბიუჯეტია მარტო იმდენი რამდენიც იყო მთელი სახელმწიფო ბიუჯეტი 2012 წელს ახლა ვერ შევალთ იმ დეტალებში რა სიკეთეები მოაქვს ამას 30 მილიონი ამას წინათ მეგობარმა მითხრა ონკოლოგია მარტო ბავშვთა ონკოლოგიაზე იხარჯება და მეუბნები რომ არაფერი არ კეთდება ყველაფერი დანგრეულია ყველაფერი ცუდად და აი მე მოვალ და ავაშენებ და არ მინდა ძმაო ეგრე მე მინდა რომ აი ეს რაცა მე ამას ხედავ მე ამას ნუ მიშავებ მე მითხარი რომ აი მე რომ მოვალ აი ეს კედელი აშენებული თუ რა ვიცი ფუნდამენტია ჩაღრილი ალბათ ფუნდამენტია მაგრამ ნუ რაღაც კედლებიც არის და შენობას დგას ალბათ ხო და მე ამ შენობას გავალამაზებ უკეთ გავაკეთებ და ამიხსენი როგორ ნუ მთული ბრბოდ ნუ მთული მასად დამაფასე ერთი ამორჩეველი დამაფასე მთლიანად მთელი მოსახლეობა და მელაპარაკე სიმართლე გაკრიტიკე ხელისუფლება თუ გინდა დამარხე მაგრამ მე რატომ მთული სულელად რატომ თვლი რომ ყველაფერი უკან წავიდა როცა რომ იმაზე უკეთ არის ვიდრე იყო მე ხო ვერ მომატყუებ ვარ 20 წლის დებატებზე როცა მიდის როდის იყო აბა წინა დებატები TV პირველზე რომ დადიოდნენ ოცნების ლიდერები მამუკა მდინარაძეს ეთერი რომ გაუთიშა ნიკა გვარამია იმიტომ რომ ესე მოეხუშტურა დირექტორს აი ხლა რომ დირექტორმა რომ დარეკვა ჩამხდეთ ეხლა გაწყვიტეთ ყველაფერი ეს ხო შეურაცხყოფაა წამყვანი საავტორო გადაცემის ხო უნდა ჩაერთო და დაიწყო შევიდა იქ დესტრუქციაში და კიდევ რაღაცები იყო და უთხრეს კი ბატონო ხო გითხარით მაშინ აღდგა დებატები მაშინაც შეწყვეტილი იყო ზუსტად ამ დესტრუქციის გამო და იყო 2-3 ასეთი დესტრუქცია მოაწყეს პირდაპირ ანუ ტელევიზია გამოიყენეს იმისთვის რომ იქ მოვიდნენ და რაღაც თავისი მაშინ დამთავრდა იმის მერე აი ახლა გაიხსნა აი ეს არის თემა ხო და ახლა პატარა რეპლიკა პრემიერმა ახსნა გუშინ და ახალგაზრდებს არ ახსოვთ ახალგაზრდობას დადებითია ცუდი კი არა წეღარ ვამბობდი რაღაცაზე აღარ მოხსოვს მე ჩემი ასაკიმოვი ახლა 60 წლის ვარ ხო და მახსოვს რაღაცები აქ იყო განცდები ისეთი რომ აი საელჩოს ელს კი არა რომელიმე თანამშრომელს რაღაც რომ მეთქვა რომ ეს ხელისუფლება უნდა წავიდეს განცდა იყო ხალხში შენ ახალგაზრდა ხარ ჩემთან შედარებით საკმაოდ არა მაგრამ ხო გახსოვს ჩვენს დასრულობაშიც იყო ბატონო ამირა ეგეთი რაღაცები რაღაც თუ წამოვიდა გზავნილი იქედან რევოლუცია ხდებოდა აი ეს განცდა იყო და შიში აუ იმან რაღაც არ თქვას სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მესამე მოადგილემ რამე თუ თქვა ქვეყანა იქცეოდა დამთავრებული ხელისუფლების ამბავი. ასე ჩიშები იყო. და დღეს რასთან გვაქვს საქმე? დღეს ეჭიდავება მთელი ხელისუფლებას და რაღაც და ეხლა ბოლო ის დარჩა, რა ქვია, მათრახი უვიზო მიმოსვლის შეჩერების. ნუ ეს საერთოდ სამარცხვინოა. ემბარგოთი ლაპარაკი ევროპიდან. ჩვენ რუსეთზე ვლაპარაკობთ ხალხის გამოყრა და თვითრნებს ჩაყარეს და აი ეხლა სომხეთს არჩევნების წინ დაუწესა ისა რა ქვია
ემბარგო, ну, სანქციები სხვადასხვა სურსათზე სოფლის მეურნეობის. ხო? რა მიიღო, უკვე შედეგი მიიღო, ახლა სომხები ანალოგიურად უყურებენ, არა შენ მათრახს რატომ ირტყა. მიიღეს შეურაცხყოფად და შედეგიც ჩემი აზრით, რა ვიცი, უამრავი კვლევა მაქვს წაკითხული არჩევნების წინ, ფაშინიანის პარტიის რეიტინგი იყო 30% პლუს მინუს. ზოგი მეც უწერ და ზოგი ნაკლებს. და მიიღო 50%. რატომ? აი ამიტომ. ახლა არ შევალ ყარაბაღი განაწყენება ცალკეა, მაგრამ აი ეს საუბარი მოსკოვიდან და მუხარებით და ამას გიზამთ და იმას გიზამთ მიიღეს ეს შედეგი და ბრიუსელი გველაპარაკება ანალოგიურად. ბიჭო, დამიჯექი და მელაპარაკე. მე ეს რაღაცა პროტესტი ისე, ну, გაერთიანებაზე მოკლედ გითხარი, ჩემი პოზიცია ეს არის პარტიებმა რა უნდა აკეთოს. ეხლა აი პროტესტი რომ მიყვები, რასა პროტესტები? არჩევნები წააგე, რასა პროტესტები? არ შედიხარ პარლამენტში, დაკარგე 61 მანდატი. ხელისუფლება მაინც ხომ მივიდოდა იმ მდგომარეობამდე, რაც დღეს არის, ეხლა ნაცმოძრაობა და ყველა რო პარლამენტში იყოს. ხო 61 დეპუტატი იქნებოდა ეგ და როგორც თქვენ თანჯდება დღეს პრემიერი და სხვა ლიდერები და დებატობენ, ხო იმათანაც დაждდებოდნენ. ადრე თუ გვიან ხო აღდგებოდა ეს. და ხომ მეტი ბერკეტი ექნებოდათ საზოგადოებასთან სალაპარაკო. დღეს ხედავთ გამოკეტილები არიან თავიანთ ტელევიზიებში, რომელთა რეიტინგი ზუსტად იმდენია. რა რეიტინგებიც აქვთ მათ? ზუსტად იმდენია. აი ზუსტად არის ყველაფერი განაწილებული. ხო და ну რა ვიცი ახლა ვინ უწერთ ამ სცენარებს და ვინც უწერთ სხვათა შორის მაგ სცენარებს. აი ესაა ზუსტად პრობლემა გარედან. ვერც რუსეთი აი 2 საუკუნე ვიყავით დაახლოებით რუსეთის ქვეშ და ვერ შეიცნეს ქართველი. და იმიტომ ქართველებს ახლა ისტორიულად და გეოგრაფიულად რაღაცას ვლაპარაკობთ. არანაირი ისტორიული და გეოგრაფიული არ არის, ჩვენ იქ ვართ სადაც ვართ. უბრალოდ ღირებულებებით და იმ წარმოდგენით, რაც ჩვენ გქონდა ევროპაზე, გვინდოდა და ახლაც გვინდა ევროკავშირთან ინტეგრაცია არ მიყვარს ეს სიტყვა, მაგრამ მჭიდრო ურთიერთობები, თანამშრომლობა და თუ მიგვიღებენ ევროკავშირში, ახლაც გვინდა. ვინმე ვარი თქვა? აი იანუკოვიჩის სცენარის გათამაშება უნდათ აქ. და იანუკოვიჩმა ვარი თქვა, შეაჩერა ასოცირების შეთანხმება. და გუნდათ, ესე იგი 28 ნოემბერს ნათლავენ თითქოს ასოცირება ხო არ შეუჩერებია. ოლაპარაკებებს არ დავაყენებ დღის წესრიგში პრემიერმა თქვა. იმიტომ რომ აი როგორც კანდიდატის სტატუსს ყველა 3-4 თვეში ჩემს თავზე ქონდა დამოკლეს מחვილივი ჩამოკიდული და ახლა აღარ ვიზამ მაშინ ამას. მე ვაჩერებ, მაგრამ ხურე იქვე თქვა და ამას ჭრიან ესე მიჭრიან, მოჭრიან ამ ყველაფერს და ამ ვიდეოებს ავრცელებენ. იქვე თქვა ამის მიუხედავად ჩვენ გავაგრძელებთ ასოცირების შეთანხმებით ნაკის ვალდებულებებს და 2028 წლისთვის ამდენი პროცენტი გვექნება შესრულებული და დავაყენებთ დღის წესრიგში მოლაპარაკებების გახსნას. რომ არ ეთქვა ეს და დაუშვათ რო არ ქონოდა მოლოდინი რომ ბრიუსელი ამას ევრობიუროკრატია ცუდად გამოიყენებდა ამ საკითხს, ხო? მაშინ ხო არ დააყენებდნენ ამ საკითხს. და დაუშვა და დააყენა, მაგრამ კარგი ისა მიეშვა ბრიუსელს და არ ქონოდა ამაზე გართულება. ხო გაგრძელდებოდა ჩვეულებრივად თანამშრომლობა. ვერ გავიგე, ბიჭო, 14 წელია ხელისუფლებაში არიან. ევროინტეგრაციიდან გადახვევა უნდა და ვინმესი ეშინია, დაპირისპირების თუ არ ეშინიათ, კრიტიკის თუ არ ეშინიათ, ოპოზიციის არ ეშინიათ, ვიცი. და შეცვლა უნდა კურსის და ვერ შეცვლია. კონსტიტუცია გააჩერებს, სხვაგვარად შეცვლია. რა პრორუსულობაზე ლაპარაკობენ ახლა ჩვენ და ვინ ლაპარაკობს ამას? ენერგოობიექტების შაბარებაზე ვლაპარაკობთ. ენერგოუსაფრთხოება არის უსაფრთხოების სისტემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი. ხო დაგვანახა ეს დღეს ახლა ევროპა-რუსეთის დაპირისპირება, რა მნიშვნელობა აქვს ამას? ხო? ფაქტი რაღაცა ხო უნდა იყოს. ბიჭო, იმას ვერ ბედავდნენ ახლა და რაშიც მე სხვათა შორის არ ვეთანხმები. სალაპარაკოა რუსეთთან. ომშია უკრაინა და ზელენსკი ითხოვს პუტინთან დალაპარაკებას, იმისთვის რომ კონფლიქტი მოაგვაროს. და ჩვენ ვუყურებთ, რომ აი ბრიუსელმა რაღაც არ თქვას, რომ აი პუტინს დაელაპარაკა ირაკლი კობახიძე. რატომ ვერ გავიგე? ტერია ოკუპირებული აქვს ტერიტორიები
მთელი წლების განმავლობაში ატარებს პოლიტიკას, იმიტომ რომ ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებთან აქვთ მჭიდრო ურთიერთობები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მიდის ნელ-ნელა ლამის ანექსიისკენ. და არ უნდა ველაპარაკოთ. და ვინ უნდა დაელაპარაკოს? მის შეგახსენებთ მაშინ ბატონო ამირან და იმ პროცესს რაც მე ხდებოდა და მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს 2008 წლის მერე ხო რა დაიწყო? დაკავშირებით იქნება თუ იგივე ტურისტებთან დაკავშირებით. ორ თვეში კულტურის მინისტრმა ისეთი წერილი გაუგზავნა, რომ საბჭოთა პერიოდში ბრეჟნევს არ უგზავნიდნენ მაგ შინაარსის წევრს თქვენო აღმატებულებაო მინისტრ მიმართავდა. და ყველაფრისთვის ლამის მზად ვართო და მერე რაც იყო კი ჩამოთვალე და უკვე დაიღალა საზოგადოება ამის მოსმენით და მოკლედ რომ დავაჯამო, ხო? მე ვეჭვი მეპარება რომ ახლა ესენი ამ ჩვენგან ამ ლაპარაკს მოისმენენ და კარგია მადლობა რომ აი ოპოზიციის პრობლემებზე რო ვლაპარაკობთ ოპოზიციის პრობლემ ხელისუფლების პრობლემაზე მე მივეჩვიეთ და მარტო ისა ლანძღვა შავი პიარი და ასე შემდეგ მაგრამ გააზრება იმისი რომ ოპოზიციის გაჯანსაღება არის არანაკლებ მნიშვნელოვანი ვიდრე ჯანსაღი და ხალხზე მზრუნველი ხელისუფლება ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ძალიან მნიშვნელოვანი და მე მიკვირს რატო ვერ ხვდებიან თან აქვთ პოლიტიკაში და პარლამენტში ყოფნის ძალიან დიდი გამოცდილება რატო ვერ ხვდებიან იმას რომ პარლამენტიდან ძალიან ბევრი საქმის და სიკეთის კეთება შეიძლება მათი ამომრჩევლისთვის და დანარჩენებისთვის ფიქრობთ რომ ვერ ხვდებიან თუ მე აი მაგაშია საქმე მაკეთგენ ეს კითხვა უნდა დამესვა მე რიტორიკულად არ აქვთ ამის სურვილი და მაგით დავიწყე ანუ მაგა თუნდაც რომ დაგვანახო რომ დანგრეულია ქვეყანა და მოვიდნენ და მე რაღაცა და აღარ გვინდა ეს ჩვენ გვინდა ოპოზიცია რომელიც აი ამაზე რაც არის დღეს დაშენებული, ამაზე დააშენებს. დააშენებს იმაზე უკეთ, ვიდრე დაუშვათ შეუძლია ხელისუფლებამ დააშენოს და თუ არ დავინახავ ამაზე ისევ ხელისუფლება გააგზავნა. მე ერთის მოვიყვან კიდე ევროპულობაზე რო ლაპარაკობ, დღეს დამაინტერესა და შემდეგ ცოტნე და ოთახზე დავასრულებ. ესე იგი 77 წელია თუ რაღაც არსებობს გერმანია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ თუ რამდენი წელი არის. აი იმ მოდელით, რა მოდელიც ახლა არის. და აქედან 50 წელზე მეტი თუ სწორად დავთვალე 53 წელი არის ერთი პარტია ხელისუფლებაში. ეხლა არ დაიწყო ლაპარაკი რომ სხვა სპეციფიკაა გერმანიას, დიდი ხანია ის სპეციფიკა დაამთავრდა გერმანიაში. 16 წელი იყო მერკელი და მერკელის შემდეგ მისივე პარტია არის იყო ესა რა ქვია, ეხლა მერცია და მერცის წინ რა გვარიც იყო ეს ვინც იყო? ხო, შოლცი. აი ეს არის ევროპა ხო ლაპარაკობთ ევროპაზე და ამიტომ თუ გონიათ რომ ეხლა თუ ოპოზიცია არ გამოსწორდა ხელისუფლებას აიღებს და ბოდიში იცით აი ამდენი წელია ვართ ეხლა ჩაგაბარებთ აი ცოტნე სწორად ამბობ და არავინ არაფერს არ დათმობს კონსტიტუციის თანახმად გააგრძელებს ის პარტია ქვეყნის მართვას რომელი პარტიაც მოიგებს არჩევნებს და ამ ჭკუით ოპოზიცია ისევ წააგებს გასაგებია ცოტნე ჩვენ გვახსოვს ოპოზიცია საკმაოდ აქტიურად ითხოვდა ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერებას ორ დღეში ბრიუსელში უკვე გაიმართება ვიზა ლიბერალიზაციის საკითხზე ევროკომისიასა და საქართველოს წარმომადგენლებს შორის დიალოგის პირველი შეხვედრა როგორ ფიქრობთ რა იქნება აი ამ პირველი შეხვედრის მთავარი პოლიტიკური ამოცანა რას ისურვებდით თქვენ ამ შემთხვევაში უკვე როგორც საქართველოს ოპოზიციური ფლანგიდან პოლიტიკოსი როგორც საქართველოს მოქალაქე ну ამასთან მიმართებაში მე ერთის ხრი ჩემი განსხვავებული პოზიცია მდგომარეობს იმაში რომ გონია რომ თავისუფლად გადაადგილების უფლება ადამიანის ბუნებითი უფლება არის თუ ის რაღაც პოტენციური დამნაშავე არ არის და დამნაშავე არის რის გამოც ყარო აი მოგ დამნაშავეს ვიღებთ იმის იქით ჩემთვის როგორც ოტრეთვის ბუნებით უფლება თუ ყურებ ამას ადამიანს და მინდა რომ ყველა ქვეყნის მოქალაქეს ქონდეს უფლება ჩემს ქვეყანაში შემოდიოდეს და ჩემი პასპორტითაც მინდა ყველა ქვეყანაში შემეძლოს წასვლა რაც უფრო ძლიერი მათ შორის პასპორტი მაქვს ჩემი სუვერენიტეტიც უფრო ძლიერი არის ძლიერი პასპორტი იმის რომ ბევრ ქვეყანის მოქალაქემ თulis რაღაცა თანასწორ ადამიანად რა რომ დედამიწაზე დავიბადე ერთხელ და ყველა წერტილში მინდა ყოფნა შემეძლოს. გიჟი უნდა ვიყო ეს არ მინდოდეს და ჩემი თავისთვის რაც მინდა ცუდი ადამიანი ხო არა ვარ. სხვისთვისაც ეგ მინდა. ყველა ადამიანს საკუთარი პოტენციალის გამოვლენის უფლება უნდა ქონდეს როცა დაიბადა და რა გეოგრაფიაში რა როგორ იზავს მისი გადასაწყვეტი. იმის იქით მესმის რომ მაინც არსებულ გეოპოლიტიკაში არსებულ სიტუაციაში სამყაროში ვიზა მაინც მიიჩნევა პოლიტიკურ საკითხად და ყველა ესე ბუნებით უფლებად არ უყურებს. და ეგ მესმის ამის იქითაც მეც რაღაცნაირად ჯერ პირველ რიგში ფიქრობ რომ საქართველოს ეკუთვნის
კონდეს ვიზა ევროპაში და საქართველოს ყველა მოქალაქეს და მეორე მხრივაც ის რომ თქვა ხელისუფლებაში არსებობს პრობლემები მე არ მჯერა რომ არსებულ პროპაგანდას უფრო მარტივად ატიდასულ პროპაგანდას დაუპირისპირდება ადამიანი რომელიც ევროპაში ვერ ჩედის და ეს აკრძალული ვიდრე ადამიანი რომელსაც რავი ევროპას თავის თვალით უყურებს იქ ყოფნა შეუძლია იქ ცხოვრება შეუძლია და მისი ცხოვრების ნაწილი არის მათ შორის ანტიდასავლურ პროპაგანდასთან დაპირისპირებისთვის გჭირდება მე როგორც მათ შორის პოლიტიკოს რომ ყავდეს ევროპაში ყოფნის უფლების მქონე მოქალაქეები ამ ქვეყანაში და არც ის გონია რომ ამის აკრძალვის შემთხვევაში ისეთი ტიპის ფუნდამენტური უფლებები მაგალითად დაირღვა ამ პროტესტის განმავლობაში ჩემთვის და რავი სახთა დავხვდეთ მაგალითად მე და შემიძლია თქვა რომ ამასთან მიმართებაში თუ საკმარისად არ ბრაზდები და რაღაცა ამან არ იხულა და ამან არ მოიტანა რაღაც ცვლილებები ვიზის შეჩერებაც არ მგონია რომ აი რაღაცას გამოიწვევს ის რომ ეს ააყირავებს სიტუაციას და ხელისუფლებას და მე დადგება ისეთი წესწყობილება რომელიც მე ამას დაგვიბრუნეს და ამისათვის რისკი ღირდეს მანდაც კი მიუხედავად იმისა რაც ვილაპარაკე ხა თქვა და ასეთსაც რო უყურებდეთ ამ შემთხვევაშიც მე არ მგონია პირიქით უფრო მეტად გონია რომ ის მოქალაქე რომელიც ხა ოპოზიციურად არის განწყობილი ის უფრო მეტად დაზარალდება ვიდრე ხელისუფალი და რა ვიცი თავი ბოლო ვიზის აღება რო დაგჭირდება ვიზის ასაღებათაც მათ შეიძლება უფრო მეტად მე გავუადვილდეთ ვიდრე თორემ განცხადებებიც ალბათ მოგისმენია თუნდაც იგივე ოპოზიციის წარმომადგენლების და არა მხოლოდ წარმომადგენლების მხრიდან არაერთი ვიზიტი ვნახეთ განცხადებები მათი მხრიდან ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან და მათი ამომრჩევლის მხრიდან რომ ერთგვარ თითქოს უხაროდათ კიდეც ის პროცესი ერთგვაროვანი არ არის ამას პროცესი ბევრი ადამიანი არსებობს ბევრი ოპოზიციონერი არსებობს და ბევრი არის და არ მინდა რომ ზოგადად ესეთი იალიკები არსებობს მათ შორის ვერც ახალი რამე ოპოზიციურიც ვერ გამოჩნდებოდა თუ ყველაფერზე ესე შეყვეთ არ არსებობს ეგრე ვიღაცას კიდე შეიძლება ეგრე ფიქროდეს გულსიღრმეში კონდეს მაგრამ ის რომ საჯაროთაც ესე ითქვას ნაკლებად ხარ ხო ვიღაცები შეიძლება იყვნენ არ ვიცი უბრალოდ მე შემილია დავასახელო ხომ კონკრეტული ადამიანი რომელიც დალაპარაკები რომ მივაკროს ხო და ჩემი პოზიცია არის ესეთი მაგ პერსპექტივითაც კი რომ მინდოდეს ეს იყოს ბერკეტი ხელისუფლების ცვლილებებისთანაც კი არ მგონია რომ ეს ეხლა დამეხმარება და პროპაგანდის ნაწილშიც გონია რომ მირჩევნია ევროპაში ნამყოფ მოქალაქეებთან ერთად ცხოვრობდე და კიდე უფრო ქვემოთ რო ჩავიდეთ საბაზისო ეგეთი მაქვს რომ მე ვინ მომცა იმის უფლება იმის თვითახედე რომ ვინმე ადამიანს აღარ ქონდეს სადღაც წასვლის საშუალება ეს მე მინდო რომც მინდოდეს მე ვინ მომცა არ ეგ როგორ უნდა თქვა მე არ ვიცი შეუძლია რამე ქვეყანას რო ვერ ვიტანდა იმ ქვეყანაში ყოფნის უფლებაც რო შეიკუდოს ეგეც კი არ მინდა რა ვიცი ოპოზიციონერების მხრიდან არის თუ არა პოლიტიკური შეხვედრა შეცდომა რომ მოიწვიეთ ეგ ასაუბროთ მაგაზე ვინც მაგაზე რა პასუხს გაიგებთ არ ვიცი გაიგეთ იმისგან და ვედებატები კიდევაც თუ უნდა ვინმე ადამიანს ამ საკითხზე ხელისუფალი იქნება ეს ოპოზიციურზე არ აქვს მნიშვნელობა ჩემთვის გადაადგილების ამ უფლებაზე რომ ვინმე აიწყალოს უფრო კარგად უძნო ხვალ თავი ადამიანურადაც არასწორად გონია და პრაგმატულად მის შეცდომა არა დანაშაული თუ შეიძლება ასე ითქვას ოთარ და შემდეგ უკვე დაგემშვიდობებით ბოლო დროს საკმაოდ ხშირად ისმოდა განცხადებები უვიზო მოსვლის შესაძლო ხედვასთან შეჩერების მექანიზმის ამოქმედებასთან დაკავშირებით რამდენად რეალური არის როგორ ხედავთ თქვათ მსგავსი სცენარი და თუ შეუძლია თუ არა თქვათ აი ამ დიალოგს რისკების პირიქით ერთგვარად განეიტრალებაც კი ну რეალურობასაც შეეხება ну თუ რაციონალური კალკულაციით შევხედავთ ანუ ევროკავშირის მხრიდან ეს მათთვის იქნება წამგებიანი ნაბიჯი ყველანაირად თუმცა არსებობს ვარაუდი შეიძლება არსებობს ვარაუდი რომ მათში ამ რაღაც რაციონალურ კალკულაციას გადაზალოს თქვათ იმ ანტაგონიზმმა რაც მას ჩამოყალიბებული აქვს ქართული სახელმწიფოს მიმართ. ესეც უნდა ვთქვათ. ანუ თუ ვიზის გაუქმება იყო, ანუ გეგმაში, მაშინ ეს უნდა მოხარიყო რომელიმე არჩევნების წინ და ამაზე უნდა შემდეგ რაღაცნაირად ამაზე უნდა ცდილობები ოპოზიციამ არ დააკლოვა. ხო, არა, ოპოზიციის ნაწილმა, მოდი ესე ვთქვათ, იმ დესტრუქციულ ნაწილმა, ესე ვთქვათ, იმიტომ რომ არიან სხვა ჯგუფები, რომლებიც ამას არ კადრულობენ, გააკეთა ის რომ ვთქვათ დადიოდნენ დერეფნებში და მე მგონი თქვენს ეთერში იყო თუ პირველი არხის ეთერში, როდესაც თქვენს რომ კი ეს უნდა მოხდეს რაღაც რადგან რუსული რეჟიმია, ასე შემდეგ და ასე ანუ ეს აჩვენებს იმას, რაც აი წეგანოს საუბრობდით, რომ მათთვის არ არის მნიშვნელოვანი საქართველოს მოქალაქე, ხო? ეს არის რაღაცა ტიპის სიკეთე, ხა შეიძლება ჩემთვის არ არის პირადად დიდი სიკეთე რომელიმე ქვეყანაში ვიზის წავალ თუ არა პირობითად, მაგრამ მარტო მე ხო არ ვარ, არის ბევრი სხვა ადამიანი, რომელსაც ეს სიკეთეა და რომ მონაპოვრად მიაჩნია, ხო? ანუ ამას
ანუ ეს რას ნიშნავს, რომ კიდევ ერთხელ შენ არ თამაშობს პოლიტიკურ სპორტს, სახელად სუვერენიტეტი, არამედ თამაშობ იმას, რომ მოდი, რაც უფრო უარესია, როგორც იყო ბოლშევიკების დევიზი, რაც უფრო უარესია, მით უკეთესია, ანუ აიმღროს წყალი და მე ამ ამღრეულ წყალში მოხდეს თევზის დაჭერა. მე იმას ვიტყვი, რომ ანუ ეს ასე ვთქვათ, თვითონ ვიზის თემა, ბატონმა ამირანმა ახსენა პრემიერ-მინისტრის 2024 წლის 28 ნოემბრის განცხადება, ხო? ეს ვიზის თემის ესე ამოწევა, ასე ვთქვათ, ევროკავშირის და მასთან აფილირებული ჟურნალისტების თუ სხვაების მხრიდან, ხო იმას ადასტურებს, რომ მართლაც რაღაცა ტიპის ევროკავშირი თავის თავს იყენებს ჩვენ საწინააღმდეგო ბერკეტად. აი, არ შემოგიშვებთ, აი, ეხლა კანდიდატის სტატუსს კი არ გაძლევთ, არამედ გაძლევთ რაღაც სხვას, ვთქვათ, რაც იყო მანამდე, ხო? ხო, ანუ ეს მე ხო პერსპექტივას და ასე შემდეგ. ანუ ეს ვიზაც არის ის, რომ ანუ ეს არის ერთგვარი სტაფილოსავი დაკიდებული, რომელიც უნდა იყოს, ასე ვთქვათ, შანტაჟის ბერკეტი. და ჩემი აზრით მე იმიტომ ვეთანხმებოდი იმ გადაწყვეტილებას, რომელიც გამოცხადდა 2024 ნოემბერს, ხო, არ უნდა იყოს, ეს ხდებოდა შანტაჟი, ეს არის სუვერენიტეტის დარღვევა და რა ვიცი, თუ მე პირადად ევროკავშირში არ ვიცი, მე პირადად გონია, რომ იქ შესვლა შეიძლება ბევრი შეკითხვები არსებობს, მაგალითად, როდესაც შეხვალ შენ ამდენად შეინარჩუნებ იმ მცირე სუვერენიტეტს, რამდენიც ეხლა გაქვს. რამდენად კარგია ეს საქართველოს თქვა კონკრეტული დარგებისთვის და ასე შემდეგ. ხო, იქ არის ანუ ეს დისკუსიები უნდა მიმდინარეობდეს და არა ის რაღაცნაირად ეხლა მოხდა დესაკრალიზაცია, ხო, ევროკავშირის, რომ აი ევროკავშირი იყო აპრიორი სიკეთე, აპრიორი რაღაც კარგი შეიძლება მათთვის ეს ასე არის, მათი მოდელები, რაღაც სოციალური მოდელები კარგია რაღაცა, ამისი კოპირება შეიძლება, მაგრამ შენ თუ იქ შედიხარ, ხო, მაგალითად უნგრეთი კონკრეტული მიგრაციული პოლიტიკის გამო თუ არ ვწდები 1 მილიონ ევროს იხდიდა ყოველდღიურად და ეს ებლოკებოდა მას მე იმ დოტაციებიდან რაც როგორც წევრ ქვეყანას უნდა მიიღო. ანუ მე კითხვა მიჩნდება, რომ ჩვენ რო პირობითად ევროკავშირში შევალთ, თქვათ, თუ შევედით, მე კეთილები გახდებიან ჩვენს მისამართით? მე მგონია, რომ არ გახდებიან. თუ შეიძლება ვიღაცას მგონია, რომ გახდებიან და ეგეც კიდე უკვე სხვა საკითხია. ანუ მე იმის თქმა მინდა, რომ მოხდა ევროკავშირის დესაკრალიზაცია და ამ დესაკრალიზაციის პუნქტი იყო ძალიან მნიშვნელოვანი 2024 წლის 28 ნოემბერი, რასაც მოყვა მთელი რიგი გამოსვლებიდან, ეს მოსალოდნეც იყო და ახლა არის და ვიზის თემის წამოწევა მათთვის იქნება დამაზიანებელი, იმიტომ რომ მოსახლეობაში ანუ გაჩნდა განწყობები, რომ კი შეიძლება მე რაღაც მთავრობა არ მოწოდეს, მაგრამ ეს საქართველოს პატარა თქვენ სომხეთი ახსენეთ ბატონო ამირა, პატარა ერებს აი რაღაც მოდუს ვივენდი, რაღაც კოლექტიური განწყობა აქვს, ეროვნულ განმათავისუფლებული დომინანტი განწყობა, რომ არ მიყვარს, რომ უსამართლოდ მეკცევა ჩემზე დიდი ძალა. ანუ ეს რაღაცნაირი განსაკუთრებული იმპულსის დონეზე აქვს რაღაც აქტიური და ჩვენც მათ შორის და ჩემი აზრით ეს ამ იმპულსებს უფრო გააძლიერებს, მით უმეტეს იმისა, რომ თქვათ ამ ევროკავშირის მხრიდან უხეში ჩარევების ქართულ პოლიტიკაში ვნახეთ იგივე როცა მათი ევროპარლამენტარები აქ ჩვენ რელიგიურ ინსტიტუციებს აკნინებდნენ, ოპოზიციის მიტინგებზე იდგნენ და მოუწოდებდნენ და ასე შემდეგ, ძალიან ბევრი რაღაცის გახსენება შეიძლება. ამიტომ მე მგონია, რომ თუ ისინი მათში რაღაც რაციონალობის მარცვალი არის და მათ ჭირდება საქართველოს იგივე იაფი მუშახელის და კიდე ბევრი სატრანზიტო და კაბელების და მთელი გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური მიზნებისთვის, ჩემი აზრით რაციონალური გადმოსახედიდან ისინი ამას არ გააკეთებენ, მაგრამ თუ მათ გადაზალავთ, რომ შევაჯამო რაღაც ეს ანტაგონიზმი, ირაციონალური ანტაგონიზმი ქართული ხელისუფლების და ქართული სახელმწიფოს მიმართ, რაც მათ ახლა აქვს, ისინი ამ ნაბიჯს გადადგავენ. ნახოთ, რომელი გადასწავლოს. ბატონო, ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. ამირან სალუქვაძე, ოთარ ჭოლოხაძე, ცოტნე კობერიძე იყვნენ ჩვენი გადაცემის სტუმრები. ასეთ იყო დღევანდელი დისკუსია აქტუალურ თემაზე. მე მაკაცინცაძე ვარ და გემშვიდობებით ზუსტად ერთი კვირით. დროებით.